მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი პოდკასტი 2 ცეცხლს შუა, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და აი ესე ხალისიანად შემოვედით ეთერში, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი შალვა ნათელაშვილი და გადაცემის ჩაწერის დაწყებამდეც უკვე ბევრი ვიხალისეთ, წარმომიდგენია წინ რა გველის. სტუდიაში ნამდვილად ხალისიანად ვარ, იმიტომ რომ არ დამიჭირეს გზაში მელიასავით და ამან შემიქნა დადებითი განწყობა ამანაც გარდა თქვენთან სტუმრობისა. უკანა გზა საშიშია ბატონო. ხო, აი უკანა გზის შემდეგ მოგაცნებს საბოლოო შედეგებს. დიახ. ადამიანი პოლიტიკოსი მინდა გითხრათ, რომელმაც ისეთ დროს აქცია პოლიტიკა შოუც, როცა ჯერ კიდევ ტრენდში არ ყოფილა და ნუ თქვენ რეიგანისტი ბრძანდებით ამ მიმართულებით ის ამტკიცებდა, რომ პოლიტიკა არის მსახიობობის ნაირსახეობა, ანუ შეიძლება ეს ამერიკაში მართლა ასეა გარკვეულწილად, მაგრამ საქართველოში უფრო ტრაგიკომედია, ხო. მე ასევე დავარქმევდი ბრიფინგების, ესე ვთქვათ, მამამთავარს ბატონ შალვა. მე ჩემთავს უფრო დავარქმევდი შედეგების მამამთავარს. ჩვენ შედეგები გვაქვს ბრძოლით, ბრიფინგებით, სირბილით, ყვირილით, მიტინგებით. შედეგები გვაქვს ის, რომ დღეს ბავშვები საშუალო სკოლას ამთავრებენ უფასოდ. შედეგები გვაქვს ის, რომ უფასო სასწრაფო აღვადგინეს ჯერ კიდევ 2000 წელს. შედეგებია ის, რომ 80,000 პედაგოგის შტატი შევინარჩუნეთ 97 წელს, რომელთა გაუქმება საპირებდნენ საერთოდ. შედეგებია ის, რომ საბავშვო ბაღში პედაგოგის, მზარეულის და მუსიკის მასწავლებლის შტატები შევინარჩუნეთ. ამის გაუქმებით ასევე შედეგებია ის, რომ 30 წელია ყალბდება არჩევნები ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ვართ თავარი სანამ მაგნიშნულოვან თემას დაიწყეთ ბატონო შალვა, მე აი ამ ხელთათმას გადმოგიგებთ ეხლა თქვენ. აი ბუტონი. რომელ წელს იყო ეს კონფერენცია? აი ბატონო შალვა, მეორე ახალგაზრდა არ იცის ეს ამბავი და მოუყევით ვის გადაუგდეთ ხელთათმას. ეს იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, ვიყავით ხადამგლებივით დასაბამიდან. როგორც წესი მგელი ის იყო ხოლმე. ეგრე თავიდან პირიქით იყო და შეიცვალა მე. დიახ, და ეს ჩავატარეთ შეკრება მეტეხზე. კონკრეტულად აღარ მახსოვს რას ვედებოდით, ყველაფერზე ვედებოდით, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტი მართალი ვიყავით. მე მახსოვს რომ სულ იწევდით დებატებში, ერთხელ დაგიჟდათ და იმის მერე რატო აღარ მიგდებიო? რო გაიქცა აღარ მოვიდა. ასევე ბიზნეს გამოწვეული მყავდა რამდენჯერმე და მე დავიღალე მისი მოწვევით. სანამ გამოიწევდით, ითხოვდით რომ მობრძანდით ჩვენთან პარტიაშიო და გვერდით იყენებდით, ეგეც მახსოვს. ეს არაფერი შედეგის მომტანი არ იყო, 5 წლის წინ მოვითხოვეთ ჩვენ ეგ და 5 წლის შემდეგ მოვიდა. რა თქმა უნდა, გვინდოდა გამოგვეტყუებია პოლიტიკაში და კისერი წაგვეტეხინებინა. ვიცოდით, რომ ის აპირებდა პოლიტიკაში შემოوارდნას კრემლის დავალებით და აი გააკერპება საკუთარი ფიგურის და საკუთარი რეჟიმის. ეს ყველაფერი ვიცოდით და მოვინომეთ დეშიფრიზაცია, ასე რომ ვთქვათ, ნაადრევი. რა თქმა უნდა, ის ამაზე არ წამოვიდოდა, მაგრამ საცდელი სასინჯი ხო გადავაგდეთ. ასე რომ ბიზნესის მოყვანაში არაფერ შუაში მე. არა, რეგ ვიცი რა თქმა უნდა. დავიწყოთ, მოკლედ, თქვენ ბრძანდებით ერთი, მოკლედ მემატიანე ქართული პოლიტიკის ალბათ და ალბათ გაგვიჭირდება ისეთი დროის გახსენება, ალბათ სამოქალაქო ომის შემდეგ, როცა ასეთი რთული და კრიზისული და ჩიხური იყო ქართული პოლიტიკა, ხო? თან ჩვენ ფლანგზე სულ ეს პრობლემაა, ხო, რომ ოპოზიციონერები რაღაცნაირად ერთმაგიდასთან ვერ სხდებიან. წინა შეხვედრები მახსოვს იყო ხოლმე თქვენ ოფისებში და რაღაცა მე მგონი თქვენ უკეთ გამოგდიოდათ ამათი შეკრება თუ მორჯულება თუ რაღაცა და რაც ისე კარგად ვეღარ მიდის ეგ ამბავი, სად გახვედით ეგ მოგვიყევით რაღაცა. რატო პასიურობთ? ახლა პასიურობა ჩვენზე არ ითქმევა, რადგანაც ცნობილი უკვე მსოფლიოში აღიარებული სტრატეგია სანქციების გზით ივანიშვილის რეჟიმის დამთავრებისა ჩვენი საძირკველ ჩაყრილია 12 წლის უკან და ეს არის მთლიანად შეიძლება ითქვას ჩვენი შემოქმედება, რომელიც მოქმედებაში მოიყვანა ხალხმა და ახალგაზრდობამ აი იქ პროტესტი. ოღონდ აქ ვინც მოდის ეთერში ყველა ოპოზიციონერი იძახის ჩვენი დამსახურება ეს სანქციები და ვიღაცია ვეღარ გავიგეთ ბოლომდე თან. მაგრამ პირველი სიტყვა ბატონმა შალვამ თქვა ეს ნამდვილად საქმეში თუ ვინმე შემედებოდა ვერ წარმოვიდგენდი რა დამსახურებაზეა საუბარი. ახლა არ მინდა ჭორობასავით გავამიგდეს და ამიტომ აშკარად გეტყვით, ვერ მოვაწერინე ხელი ვერცერთ პარტიას სანქციების აუცილებლობაზე იმ დოკუმენტებთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ ვაგზავნიდით წლები ვაშინგტონში და კონგრესში. ეს რომელ წელს ვერ მოვაწერინეთ? ვერ მოვაწერინეთ, რა თქმა უნდა, 12-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში. მაშინ ვის მოაწერინეთ ბიზნესთან იყვნენ ყველა ნახევარი ხო, რა თქმა უნდა, 18, 19, 20-ში ხო ჩემთან იყვნენ ბანჯატურში. მაშინაც არ მოვაწერეს ხელი და ხელმოწერები დაიწყეს მას შემდეგ და მიმართვები. როდესაც უკვე ჩვენი ამ თავგანწირული ბრძოლის შედეგად სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ენტონი ბლინკენმა დეკემბრის თვეში გასული წლისა გამოაცხადა ივანიშვილის
პერსონალური სანქციები. ვილსონმა, ჩვენმა დიდმა მეგობარმა და შეიძლება ითქვას ნომერ პირველმა ქართველმა სოფლიოს მასშტაბით საქართველოს გარეთ იმედია მეგობარ აქ ბოლომდე მიიყვანს და კონკრეტული მესიჯი ექნება ამ მოღალატე ხელისუფლებას. შემიძლია დაგიანონსოთ, რომ ამ დღეებში მოხდება მეგობარი აქტის მიღება. ამ დღეებში ჩვენ ყოველ წუთიერი კონტაქტი გვაქვს მთელი ამ პროცესის მიმართულებით. როგორც ჩანს, კიდე უყურებდნენ, აბა რას იზამენო და არ უყურებენ, არა ამერიკელები საერთოდ რაჭველები არიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ხო? ხო, აი ხო თქვენი ციგა ძიმე დუდგებიან საკითხებს იმ დონეზე მძიმედ რომ ეს ცნობილია და არაერთხელ მიხსენებია მეორე მსოფლიო ომში ჩაებდნენ მხოლოდ მას შემდეგ რაც იაპონიამ დაუბომბა პიერლ ჰარბორი და არ დაიღუპა ადგილზე 3000 მეზღვაური და არ გაუნადგურდა მთელი წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტი. მხოლოდ მაშინ ჩაებდნენ მეორე მსოფლიო ომში და მეცაც გეტყვით, აი ეს ისტორიული ფრანკლინ რუზველტი. კრიტიკათ არ აღიქონე ამერიკელებმა თქვენგან არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა. არა, ამერიკელები თონობებენ, ამას რომ დაუგვიანოთ. თქვენ რატო აღარ ხედავთ ოპოზიციის ავანგარდში თქვენ? მოკეთ რაღაცა რა ხდება? თქვენ არ გიგდებენ ყურს, თქვენ არ უგდებთ? მე პირდაპირ გეტყვით, რომ შენარჩუნებული იყო ფანჩატურად წოდებული მრავალპარტიული თანამშრომლობის ის ფორმატი, რაც შეიქმნა პირველად საქართველოს ისტორიაში ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ერთად იჯდა ყველა პოლიტიკური პარტია მიუხედავად თავისი საგარეოთო შვიდა ორიენტაციებისა, ხო? ის რომ შენარჩუნებული იყო, დღეს ჩვენი კოლეგა ლიდერები ციხეში არ იქნებოდა. ივანიშვილს მაშინვე უნდოდა ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა. მაშინ აღუძრა ეს ფულის გათეთრების საქმე და მიდიოდა მთელი ამბები, მაგრამ ვერ გაბედა და ვინც დაიჭირა, კეთილი ინება და გამოუშვა. აი ეს ოქროაშვილიც და უგულავაც ხელი რატო აუწეო რომ ედავებიან, გამომაშვებინეთ ციხეში ის და ორივე. და მოვიდნენ პირდაპირ სხდომაზე ხალხი და აბა ეხლა ქვები უნდა მესროლო? მე გამოვაშვებინე ფაქტობრივად მე ვატარებდი იმათ საკნებთან აქციებს და მიტინგს. ანუ აი ეს პარტიული ერთიანი მუშტი, რამაც შეარყია ეს რეჟიმი პირველად. რატო არ ხართ პრეზიდენტის აი ამ საკოორდინაციო იმაში, რატო არ მონაწილეობთ? ასეთი ძლიერი ორგანიზება თუ შეგიძლიათ იქნებთ ყველას ესე ვთქვა. მას შემდეგ რაც იშვირა ფეხი ოპოზიციამ და შარლ მიშელის პირველსავე დაძახილზე შევარდნენ პარლამენტში. რამდენი პარტია არის? თითქმის ყველა ვინც ახლა, ხო, ნელ-ნელა მე ერთმანეთს მიუყვნენ, ხო. და ამ საქმეში შუამავლობდა ჩვენი ძვირფასი ქალბატონი სალომე. შარლ მიშელი მაგას ჩამოაყვანა ბიზნესამ. და ამ საქმეში დიდი ფული იყო დადებული. შარლ მიშელმა წამოკოტრელებული სახელს პალმა დე მაიორკაზე. შარლ მიშელმა აიღო ფული? აბა ვინ აიღო? მამჩემ აიღო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს იყო სინდის დაკარგული ევროპელი ბიუროკრატი მექთამე და აუახსნილი ადამიანი, რომელმაც ფეხებზე დაიგდა ქართული ხალხის ინტერესები და მიგვაყიდა რუს ოლიგარქზე. თუმცა გადააგდო ეხლა ივანიშვილმა შეიძლება ესე პირდაპირ რაჩევ ხედოთ. გადაგდება. მაგრამ იმან ეხლა თავი ისე კი არ გადააგდებინა უფასოდ. ფასიანად გადააგდებინა. ეხლა ისევ როგორც მე ვერასოდეს ვერ გავამართლებ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას აი იმ პერიოდში ზუსტად როცა პარტიები შეკრებილი ვიყავით იქ და რეჟიმი უკვე ჩამოშლაზე მიიყვანეთ მიენიჭა საპატიო ლეგიონერის წოდება ბიძინა და მე მგონი ეხლაც არ მოუხსნიათ ეს ეხლაც არ მოუხსნია და მოუწოდე მე გუშინაც ერთ-ერთ ტელეარხზე გამოსulis დროს რომ ისე ხო არ გინდა რა წოდება ეგ ეს საპატიო ლეგიონერის წოდება ნიშნავს ფრანგული ელიტარული რაღაცა ღირსების ორდენივით არის იქაური წრეში შეშლა ღირსების ორდენი არ არის მაგრამ უცხოელებსაც აძლევენ და რა უცხოელებსაც აძლევენ სხვათა შორის ეს ორდენი მიღებული აქვს პუტინსაც არ ვიცი ჩამორთმევ. მაგარი ორდერი ყოფილა. არა, ასევე მიღებული აქვს ჩერჩილს, რუზველტს, ეს დონე ორდერია. ნუ კარგი, დღეს გააგრძელეს პუტინმა და ვაჭრობაც მიდის ამ პრეზიდენტთან მე რატო ამის გამო ვარ ხართ აი რა შეიცით საქმე? არ შეიძლება დღეს ხელისუფლებას ევაჭრებოდე და ხვალ ლეიბორისტული პარტიის ფანჩატურში მოდიოდე. ეს შეუთავსებელი, აი ანუ არათანმიმდევრობა. გაუთვლელი გათლილში. მოგმათ შევიდეთ რა შიგნით კითხებს შევიდეთ რა მათ შორის. გაუთვლელი გათლილში, არ შეიძლება. ძალიან საინტერესო რაღაცები მოყევით, ჩაგერთვებით, თქვენს ლაივსაც უსმინე მე 4-5 დღის წინ რო ქონდათ და მათ შორის ისაუბრეთ ოპოზიციურ პარტიებზე. შეიძლება კარგიც არის, რომ ბატონი შალვა ცოტა ეხა ოდნავ დისტანციაზეა და აქედან უყურებს და ხო, მათ შორის მე მომხვდა ყურში გირჩი, ოღონდ მიაგოს გირჩზე მქონდათ საინტერესო თეორია რომ ისეთი ტიპის გარიგებაში არიანო შესული ივანიშვილთან რომ როცა არ უჭირს ვითომ აკრიტიკებენო და როგორც კი გაუჭირდება მაშინვე ისე იწყებენ ისრების გადატანას სხვა მიმართულებით რომ არიდონ დარტყმები ივანიშვილსო და გახარიაო პირდაპირ იყო რუსეთის გამოგზავნილი ბიზნეს მაკონტროლებლათო და მე ბიზნესამ არ უნდა დაკონტროლიო და მოიშორაო ხო სწორად გავიგე შინაარს რა თქმა უნდა ეს ზუსტად ასეა არ მარტო თქვი არამედ ეს არის
ფაქტური გარემოება თუ მოკლე კონტექსტში გადავხედავთ ისტორიას გამონაკლისები ეს ორი პარტია არ არის ამ ასპექტში მე რაც თავი მახსოვს ახლა სამი რეჟიმის ოპოზიციონერი ვარ და მოხარს რატო გამოურიცხავთ რომ აი გახარიას მართლა დაუპირისპირდა მოკლედ ბიზნესში და არა დაუპირისპირებას მე ვერ გამოურიცხავ საქმე იმაში გახდა ეს რუსეთმა რომ გამოგზავნა რატო გონია აი იმიტომ გონია კი არ მგონია ეს ასია საქმე იმაშია რომ არასოდეს ზე სახელმწიფო თავის მოკავშირე ან თავის პროტექტორად პატარა ქვეყანაში თუ მიეცა საშუალება რომ დასვა თავისი ორიენტაციის მთავრობა არასოდეს იმ მთავრობას მონოპოლიურად არ დაუთმობს პოლიტიკურ სივრცეს და ვიღაცას მიუსვავს აუცილებლად მოკონტროლებლად ესე მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ ვინ დაუსვეს სააკაშვილს სააკაშვილს დაუსვეს ბეჟუაშვილი არა ჯვანია მაკონტროლებლად ამერიკიდან და რუსეთმა დაუსვა ნინო ბუჯანაძე. ანუ ესე დააბალანსეს ბუშმა და პუტინმა მაშინ ეგ პროცესი. რა, პირველად თქო, ესეთი რაღაცა ჩვენ ეთერში მე მგონი. ეს ასია. ანუ ეს მათი ბრალი კი არ არის, ახლა ვინც დავასახელე გვარები. ეს დიდი სახელმწიფოები თავის გაგებით სწორი არიან, არ ენდობიან ერთ სუბიექტს. ვაი თუ მე ნაწყვიტოს, აგერ რა ქვია, ეგვიპტეს აუშენა საბჭოთა კაცი. გეგმა ბეცხო ჭირდება. და გახარია თუ ესე მოიშორო მე რუსეთ არ გაბრაზდებოდა მაგაზე. არა, რო გაბრაზდებოდა ცივი მოგჯომს დალებდა, პრობლემა რა აქვს მაგათ. თავარია რომ მათი რეჟიმი შენარჩუნდა, მათი სისტემა მოქმედებს, მათი სპეცსამსახურები აქ არიან შემოსული და ყველა მიმართულებაზე აკონტროლებენ მიღებულ გადაწყვეტილებებს. შემოდიანო შეცვლილი პასპორტებითო რაღაც პერიოდულობით. ეს ოპერატიულ მუშაკებს რამდენიმე პასპორტი აქვს სხვადასხვა გვარებით და გარდა ამისა რომც არ შემოვიდნენ, მოსკოვში შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მთლიანად მართავს საქართველოს იმ დონეზე, რაც არ ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, რომლის სტრუქტურებში არ მეკავა პატარა თანამდებობა და დეტალურად ვიცოდი მოსკოვიდან რა შეიძლება წამოსულიყო სავალდებულო მოთხოვნად და რა შეიძლება ყოფილიყო რეკომენდაციული ან წამოსულიყვნენ კომპრომისზე. დღეს უმრავლესი განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური ასპექტები ყველაფერი მუშავდება მოსკოვში, კრემლის სპეციალურ ლაბორატორიებში და ალბათ დააკვირდით, რომ გამოვა დუგინი განაცხადებს, რომ აი ტრამპი დაჰყვა Deep States და ვერ უწევს წინააღმდეგობას და მეორე დღეს იგივეს აცხადებს პაპუაშვილი, ან კობახიძე ან ღარიბაშვილი. დუგინის კი არა 27-ში პროპაგანდა, რასაც იძახდა დაახლოებით ის პროპაგანდას მოსკოვში ისე რა ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ რა ეს deep state ხო უცნაური სიტყვა ახლა ბევრი ადამიანის თავში უსმათ ხო ვერ გაჩნდება მსოფლიოში ესე იგი ორად-ორი ქვეყნის მაგარი თანამდებობის პირები ახსენებენ ამ სიტყვას რუსეთი და საქართველო აი სხვაგან სად გაგიგიათ აი თქვენ გახარია ახსენეთ და გახარი ვერც გაიგებს ეს ხელისუფლება სხვათა შორის deep state-მა დაგვანიშნინაო იძახიან ანუ ამერიკელებმა დაგვანიშნინაო თვითონ ამერიკელების შაშუება უნდა თავიანთი ჭკუით მაგრამ სინამდვილეში ეს პროცესი ამას ამობენ გახარიაზე ხო ხო მაგრამ ალბათ ავიწყდებათ რომ ივანიშვილის მოყვანაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ობამას კლინტონის ადმინისტრაციამ იმ დონეზე რომ ქალბატონი კლინტონი ჩამოვიდა აქ თბილისში ჩვენი ინფორმაციით შეხვდა კიდევაც ივანიშვილს 11 წელს და ხმამაღლა განაცხადა რომ გადააბარე ძალაუფლებო სააკაშვილს მოუწოდა ეს ისტორიულად დაფიქსირებული ფაქტია გარდა ამისა ივანიშვილი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასაც კი აფინანსებდა თავის დროზე. ასევე დიდ ფულს უხდიდა ვაშინგტონში. კლინტონის კაცო? ჰილარი კლინტონის, კი, ეს საკმაოდ კორუმპირებული ოჯახია. როდესაც ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა ვაშინგტონში ვიზიტიდან 90-იან წლებში, ახალი მოხდარიყო ტრაგედია გაგრის აფხაზეთის და პრეზიდენტი გახდათ კლინტონი. იქ კორიდორში შევეჩეხეთ ერთმანეთს, ბატონო ედუარდ, აბა გელოცავ დაბრუნებას, რამბები ჩამოვიტანეთ მეთქი და გაჩერდეს ლაზერის ორი თვალით შემომხედა შალვა დეგენერატია კლინტონი მითხრა. იმიტომ რომ ვერავითარი თანაგრძნობა მისგან ვერ მიიღო აი იმ ტრაგედიაზე რაც არ დაგვიტრიალდა და რომელი ტრაგედიას დღეს ტრიალებს დონეცკში, ლუგანსკში, ყირიმში. იმიტომ რომ რახანის დარჩა და უჟელი ქართველთა სისხლი და ის ჩვენი უბედურება და ვაება და ჭუბერის გზა მადა ჭამაში მოდის რომ ვერ აღიქვეს პრობლემა რეალურად ვერ აღიქვეს არ აღიქვეს მე რა მაინტერესებს რა აი თქვენ სულ მუშებს იცავთ იქ დენის გადასახადებზე იბრძოდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ როგორ მოხდა რომ მინი ფეოდალი ინჯია აღმოჩნდა თქვენს პარტიაში და ხომ არ იყო ეს ფინანსების გამო პარტიული ფინანსების გამო ხო არ დაუშვით ეს შეცდომა უარეს გეტყვით ინჯია კომპრომისი დიახ ინჯია ჩვენს პარტიაში აღმოჩნდა იმის გამო რომ მას ებრძოდა ჯოხთა ბერიძე შევარდნაძის სიძე რომელიც მილიარდერია ახლა უკვე თავის სიმამრის ბლატებით ასე რომ ვთქვათ და ჩვენ ვებრძოდით შევარდნაძეს
და რა თქმა უნდა, რომ მოგვაკითხა დასაცავად, მორალური ვალდებულება იყო ის დაგვეცვა. შევიფარეთ, კი, შევიფარეთ, გადავარჩენეთ დაჭერასაც, მე გერმანიაში იყო გაქცეული, იქ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა დაუსრებლად მარტვილში, დაირჩიეს დეპუტატად, ჩვენ ვეხმარებოდით მაქსიმალურად. რა თქმა უნდა, იყო ის გათვლაც, რომ ბიზნესი უნდა აფინანსებდეს ოპოზიციას. აბა ეს ოპოზიცია ახლა მარტო პურზე და წყალზე ოჯახი არ არსებობს, ხო? მაგრამ ქართველმა ბიზნესმენებმა ეს ვერ გაიგეს, ისინი დარჩენ ჯაყუებად, რომლებიც აფინანსებენ მარტო ხელისუფლებას, მე ეს ხელისუფლება რო შეჭამს მათ, დამცველი არავინ აღარ აყავს. თუმცა ეს ხელისუფლება თავის ესე ვთქვათ მარწუხებსაც ადებს ამ ბიზნესს ეხლა თავო ბიზნესი იდებს ამ მარწუხებს, როცა არაძლიერებ ოპოზიციას შესაბამისად მონოპოლისტი ხდება ის ხელისუფლება. თქვენ ხაზარაძის და ჯაფარიძეს მე ისიც უსაყვედურეთ, რატო შემოვარდით პოლიტიკაში დაგეფინანსებინეთ ოპოზიციაო. რა თქმა უნდა, ასე უნდა გაეკეთებინათ. ისე რომელიმე დაგაფინანსებინათ. არა, რაც ლაპარაკობ, რომ მოვიდა ეს ჯაფარიძე, ისეთი მიემიტი უჭერე, მაგრამ ძალიან შევერტყილი დაჭველია. რომ მოვიდა, ესე იგი. რაც გადავეკიდე ეს რაჭველები ყველაზე მაგრად მიყვარს. რომ მოვიდა ფანჩატურში პირველად ჩვენთან, ხაზარაძე არ დადიოდა, იმიტომ რომ არ გპატიობს იმ ძველ დაპირისპირებებს და ის ბოღმა ტიპია ცოტა. რაო, ალეკოზე მეტი რა უთხარით? ალეკოზე მეტი რა უთხარით? ელისაშვილზე მეტი რა უთხარით? იმას თუ არ ვიცი, არაფერი, დელიკატური კრიტიკა იყო საბანკო დანაშაულებრივი პოლიტიკის. მეტი არაფერი. პროცენტების? ხო, პროცენტები. დღემდე ბანკის ეძახის და არ მოგწონთ რომ ეთყობა. თქვენ ეძახით დღემდე ბანკის და იმას არ მოსწონს ეთყობა. თქლა დელიკატური კრიტიკა არ იყო. ხო და არ მოსულა ხაზარაძე იმ ფანჩატურში ესწრებოდა ჯაფარიძე და პირველად რომ მოვიდა ეს არ მოიწდება ეგები მე ხო მივყავდა ეს ხდომები და ის რა ქვია მოვიდა ჯაფარიძე და იქ ხელი აქვს ჩაყოფილი ჩირის თეფში პატარა ის ხო კონდა ხოლმე ბუფეტი ხო და მე უთხარი ახლა კოლეგებს ახლა ყველა ლიდერ ბელადი იქ არის რომ აი მე უთხარი არაფერი აღარ გვიჭირს მსხვილი ბიზნესი ჩვენთან არის და გაიხსნა ტიპებს სახეები კმაყოფილებისგან მოგიშულები რო იყვნენ და ყველა ელოდება ჯაფარიძის რეაქციას და ჩვენ დავტოვეთ უკვე ჩვენი წილები და აღარ ვართ ბიზნესში განაცხადა და ისევ შეეყინა ჩირი ამოიღო აბა ამოიღო არ დამიტოვე მე მინდა ამ პარტიულ ნაწილში კიდევ ჩაგეკითხოთ თქვენ ბევრი ხო და უარესი გითხრათ რა თქმა უნდა იმედიც გქონდა რომ დაგვაფინანსებდა იცით რა ქნა $250,000 მოგპარა და წაიღო როგორ მოგპარეთ მუთაკაში გედო მუთაკაში კი არ გვედო ჩვენ ხო სპონსორები ყავდა სიაში ეხლა იმპულს ეხლა ჩემთან ხო ვერ შევინახავდი სადმე შევინახა სეიფიც არ მქონდა მაშინ ეხლა თუ მაქვს რა თქმა უნდა царელი მაშინ ხო და სახში რომ მეტარი გაგიჟდებოდნენ და წაიღო ეს ფული და ვერ დაიბრუნეს ხო ამან მითხრე რომ ტელეკომია თუ რა აქვს მაგრამ მართლა ქეში წაიღო ქეში ხო ქეში ტელეკომია თუ რა ახალი ქსელები ხო და იქო სეიფი მაქვს და იქ შევინახავდი ეხლა მინისტრი იყო თადიბის რას წარმოვიდგენ რომ მილიონერი 100 მილიონი მაინც ჰქონდა მაშინ აი რატო აგროვებენ მილიონებს ხალხი კურდები ყაჩაღებიდან ძუნწები პატოლოგიური მილიონერი რაღაცას დამართავდა იმ ფულს წაიღო ეს და მე გამოცხადდა რომ აი დამიძახესო ნაციონალემო და მიმატაინესო ანუ იმათ მიუტანეო იმათ მიუტანე რომ არ დავიჭირო მე ნაციონალებს არ კითხეთ მართლა მიატაინეთ თუ არა თქო თუ მაგაზე არა მე უხრაშვილზე ამბობდი ხო ახლა ვინ წარმოვიდგენს რომ 100 მილიონის პატრონი მოიპაროს 250 და გაფხიგილი პარტიიდან არა მარტო თვითონ არ მოიტანა არამედ აი შეგროვილი საარჩევნო იქნება მართლა მიატანეს ნაცები ხო იყვნენ ეგეთები თქვენ არა შეიძლება მიატანოს და მიატანა თავის 100 მილიონიდან და რაღაც შემიუტანა სასწაულია ბატონო თქვენ სხვათა შორის ბევრი მოღალატე გაზარდეთ პარტიაში რომელიც ესე ვთქვათ ყველაფერი ასწავლეთ და მე გაგექცე პარტიაში ხან ზოგისად არის ეს მასწავლებლის ბრალია თუ მოსწავლის აღიარეთ ეს ქართული პოლიტიკის ბედისწერა ქართულ პოლიტიკაში არ არის მიდინახე გამძლელიო პარტია გამოცვლილებით მოღალატეებით თავისი ლიდერების დანგომობებით ყველაზე მეტად ვიზენანო თვით წავიდა თქვენი პარტია არ გუგო ორწოსულობ ისე თქვენ არის ბოდიში მდივანია რა წამო მე რატო მეგონა აღარ ჩანს გუგავას ისება ქართული პოლიტიკის რომელსაც არ შეუძლია პრინციპები და იდეა გამოდგა საპირისპირო მაგალითი ანუ ვინც არ წავიდა ხო ბოდიში მე მეგონა მართლა წავით თქვენ საერთოდ არის ცოტა პასიურობს უბრალოდ არა არ პასიურობს ჩვენ ხო დაგბლოკეს ხაზარაძემ ჯაფარიძემ და პირველმა აი ამ იმან რა ქვია ბაღლინჯოს რო ეძახი ეროვნულს გვარამიამ დაგბლოკეს მაგათ აი ეხლა რა მოხდა ეხლა თავარს გეტყვით ამ გადაცემაზე რა ჩემი აზრით მოდი მაგრამ რა დაგბლოკეს დგებოდა ეხლა 24 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიცია ლომები და ვეფხვები ბჭყალებში გამექცა რა თქმა უნდა ფანჩატურიდან შევარდნენ პარლამენტში შემდგომ არჩევნების მოახლოებისთანავე ბიძინა ივანიშვილს
ძაღლის ნაკბენივით ახსოვდა აი პარლამენტში რო არ შევედით და არალეგიტიმაციის საფრთხე რო უკვე ჩამოშლით ემუქრებოდა ეს ახსოვდა ძალიან სულად და შედგა მოლაპარაკება ამ დიდ ლიდერ ბელადებსა და ივანიშვილს შორის. შეგიძლიათ დაასახელოთ ეს. ხაზარაძე, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და გახარია. მოლაპარაკება მოიცავდა შემდეგს. დაფინანსება ექნებოდა უპრობლემო. ვისაც არ ქონდა თავისი ფინანსი, მიაწვდიდა გვარამიაზე 40 მილიონი გაშვებული რო იცოდეთ. ვისაც ქონდა თავისი ფინანსი, იძინა მიაწვდიდა თავის ფულს თუ არ შეუშლიდა ხელს რომ შემოსულიყო მათთვის ფული. არა. მიაწვდიდა. ანუ თვითონ გილაურის ფული მაგის ფულია. რა თქმა უნდა, გილაურის ფული იყო ივანიშვილის ფული. იმიტომ გაქცეული გილაური, ახლა ამერიკიდან არ ჩამოდის ის ეგ. პრემიერ-მინისტრობა უნდა და მგონი. გვარამიას უნდა პრემიერ-მინისტრობა. ესე იყო. მოიცა, ანუ თელს ახლანდელ ოპოზიციის ლიდერშიპს, ვინც უმრავლესობა ციხეშია, აფინანსებდა თვითონ ბიძინა, აგერ 4 წლის წინ? 4 წლის წინ. 1 წლის წინ, ეხა იძახის. ანუ ამას ამბავი. ქართული პოლიტიკის ამბავს რას გაიგეთ? აფინანსებდა ვისაც არ ქონდა თავისი დიდი კაპიტალი. აი თქვა გვარამიას, თქვა გახარიას აფინანსებდა მამაცაშვილის მეშვეობით. აი თავის დეიდაშვილი ლონდონში რო გაქცეული ახლა დასაჭერად რო დაასდევს, იმიტომ რომ თქოს რაღაც ფულის და რატო აფინანსებდა? რომ ყოლოდა ოპოზიცია ფორმალურად. მოლაპარაკება იყო ასეთი. და მოლაპარაკებაში გარანტორებად იგივე ლიდერები გამოვიდნენ. პირველი, არჩევნები ჩატარდებოდა ელექტრონული აპარატებით. მეორე, ელექტრონულ აპარატში წინასწარ იქნებოდა შეყვანილი პროგრამა, ვინ რამდენ პროცენტს მიიღებდა. და განსაზღვრული იყო წინასწარ. ამ საქმეში ძალიან კარგად აქტიურობდა რუსეთის სპეცსამსახურის ჰაკერები და IT-შნიკები, ამიტომ იყო რომ კოლ-ცენტრები იყო საარჩევნო უბნების გვერდით. რომ იქ კორექტირებები გაეკეთებინათ იმ აპარატებში თუ რაღაცა მოხდებოდა განსაკუთრებული. ამ საქმეში, ესე იგი, მთავარი პროპაგანდისტები რო აპარატით ჩატარებული იყვნენ, იყო ვაშაძე, იყო ვარამია. ოპოზიციურ მედიაში გვახსოვს რომ კალანდარიშვილი მიიყვანეს და გასაოცრად, დიახ, ჩემდა გასაოცრად მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა საუნდტროფუნდან, რომ აი ჩემი შვილიო ედუარდიო მართლა ნიჭიერი ბიჭია ძალიან, დარწმუნებულია რომ აქ გაყალბება გამურიცხული ამ აპარატებით. სინამდვილეში იქ იყო ყველაფერი განაწილებული. იყო თქვენ ამაზე ეს თეორია, ეხლა თეორია თუ რამე ინფორმაცია გაქვთ? თეორია არ არის, ეს არის ინფორმაცია, რომელიც თქვენ ხო შემოგთავაზეთ ამ პროექტში მონაწილეობა. გეტყვით რა. რას ჩვენ თავაზობდნენ გათქვეფას მათთან რომ შევერთებოდით ან ლელოს ან ნაცმოძრაობას ამას მირჩევნია კუკის სასაფლაოზე იყო ხო ვიდრე პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში ჩვენი პარტია ლეიბორისტული პარტია რომელიც არ გათქვეფილა ბლოკებში და კოალიციებში და ალიანსებში არ ფიქრობთ რომ ბატონო შავა რომ ეს შეცდომა იყო არა მე მახსოვს რომ თქვენ პირველივე დღიდან მარტო ხართ სანამ ქვეყანაში არ აშენდება პარტიული სისტემა ამ ქვეყანას არ ეღირსება ბედნიერება კარგად ყოფნა განვითარება დემოკრატია და არაფერი არ ეღირსება გადახედეთ სადაც შეიქმნა პარტიული სისტემები იქ ჩამოყალიბდა ნამდვილი ბიზნესი იქ ჩამოყალიბდა ინოვაციები იქ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება პარტიები მოვაჭრეები ერთმანეთში რო გადაიკლირტებიან და სიებს გააკეთებენ მერე დაიშლებიან სხვა სახელის დაირქმევენ მერე კიდევ დაიშლებიან ახალ ლიდერს მონახავენ არის პირდაპირ გზა უბსკრული საკითხი. შესაბამისად, მე ის ლოგიკა სადმედის, ანუ ფული მისცა იმისთვის, რომ თქვენ ელექტრონულ არჩევნებზე უარი არ თქვათო და დაგიწეთ ხმებს და შეგიყვეთ პარლამენტში. არ ვერ მოხდენო იმის გადააგდებდა. პირველი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ შევეთრიეთ აი ამ რომელიმე ბლოკში, რაც გითხარით, ამით თავდებოდა ჩვენი საქმე როგორც პოლიტიკური ძალის ბუნებრივია, გათქვეფილი და ეხლა თანამყოფი სად გამოყოფს ხვის, ხო? ეს მოლაპარაკებული იყო და თუ ვერ შეგვითრევდნენ, უნდა დაედოთ სატელევიზიო ბლოკადა. ოპოზიციურ არხს. რო ხმა ხო, რო არ გამოჩვენილიყავით უბრალოდ, რაც შეასრულეს კიდევაც. ქონდა მხოლოდ სოციალური ქსელები, ახალგაზრდები ხვდებოდნენ TikTok-ი, YouTube-ი, Facebook-ი და TikTok-ით მოიგო ნიუ-იორკის მერმა ბატონო შალვა, ეხლა ხადესენ უაიგდებთ სოციალურ ქსელებს. ხო, ის ნიუ-იორკია, მაინც და ამერიკაა, დიახ. შესაბამისად, ეს მეორე მორიგება იყო. მესამე და მთავარი მორიგება, რომლის თანახმადაც 1-2 დეპუტატით მეც შეაყვანებდა ოპოზიციას და მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას მისცემდა. კოალიციური მთავრობის. თვითონ გადაინაცვლებდა არჩევნებს. ხო, ესე იყო. თვითონ გადაიწეოდა გვერდზე, მაგრამ დაიტოვებდა ძალოვან მინისტრებს. უშიშროება და შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, ეხლა ეს მართლა ასე უნდა და ამიტომ იზეიმა ოპოზიცია ვერ წარმოიდგენდა რომ ამაზეც გადააგდებდათ? რა თქმა უნდა ვერ წარმოიდგენათ, იმიტომ რომ მე ოპოზიციამ ეს მოდელი შეთანხმებისა შეუთანხმა ევროპას და ამერიკას. თვითონ ბიზნეს აღარ ენდობოდნენ ისინი და პირდაპირ კონტაქტზე არ გავიდნენ ამ თემაზე.
გარანტორები იყვნენ ეს სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძეები, გახარიას იმათაც კარგიო და გარკვეულწილად. ისინიც ახლა იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ ოსტება მათთანაც ხო. გატეხა პირი? ეს ლოგიკა მადმიდის? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზია გადაყარა ისინიც. პრემიერ-მინისტრის საკითხზე იყო გარკვეული შეუთანხმებლობა, ოღონდ რა ასპექტში? გილაური იქნებოდა თუ გვარამია, ამ საკითხზე ბოლომდე მიდიოდა მსჯელობა. ისე ივანიშვილის წრე, აი ლონდონში მყოფი ოლიგარქები გახარიეთ დათანხმებოდა გვარამიას პრემიერი. რა, გახარია ვინმეზე მეტად პრინციპული გონია? არა, მე გეუბნებით, რაც შეთანხმება იყო. მათი საჯარო საუბრებიდან გამომდინარე. არ დაიჯეროთ საჯარო საუბრები, ხაზარაძე და გახარი ერთმანეთს მოსაკლაოდ აძლევდნენ, გახსოვთ იქ გარაჟში გადაცემული პეტიცია მოთხოვნა და ეხლა არის აღარ ახსოვს ეგ. ესენი ეგეთ რაღაცებს ივიწყებენ. ნუ შეიძლება პოლიტიკაში ეგეთ რამე მოდის არ ისეთი ვიცი. თეორია მოყევით, თეორია არ არის, რეალობა. აფეთქდება ეს ამბავი მე. გითხრათ, დიახ, გითხრათ. არა, ეხლა იტყვიან ოშალვა რაღაცა ზღაპრებს იგონებსო. ასე ამბობენ და რა დაუჯდათ ამ ზღაპრების არ მოსმენ. ერთ უსმად გაგაწყვეტებ, მე გააგზელდ. ისე რო დაფიქრდ, ეხლა ჩვენც ხო ცოტა გვეღიმება. ისეთი ისტორია რაღაცა ძალიან არაბუნებრივს გავს. მაგრამ ფილმებში რო ახლა მე ჰოლივუდურ ფილმებში რო ერთი კაცი სიმართლეს რო იძახის და ხო იცი? და გიზად რო ცხადებს. ბოლოს ის რო ეს ანარქისტი არ იყო ზობელი ერთადერთი ხო? ბოლოს ის ერთი აი კაცი ბატონო, თქვენ ახსენეთ ეხლა ეს ისტორია არ დაემთავრა. არა, ეს დაამთავრეს მართლა. სააკაშვილს დაპირდნენ ციხიდან გამოშვებას. ოღონდ იმ პირობით თუ გვარამიას პარტია იქნებოდა მეორე ადგილზე და ნაცმოძრაობა მესამეზე. გვარამიას დაწერა უნდათ მეორეზე. ეს დაასაბუთეს იმით, რომ პუტინი გაგიჟდებო, შენ რომ მეორე ადგილზე დაგწერო ჩვენი პარტიით. პუტინის რეაქციით დაასაბუთეს. სააკაშვილი დათანხმდა. პუტინი არის სააკაშვილის პირადი მტერი. ხო, რა თქმა უნდა, პირადი მტერია. ჯერ დიდი მეგობრობა ჰქონდა და დიდი მეგობრობას მე ხშირად მოყვება ხოლმე დიდი ტროლა პოლიტიკა. კი, პუტინის მოყოლილია ხო სააკაშვილი თქვენი. ბუშის და პუტინის ერთობლივ პროექტი იყო. აი, მანდ წავიდეთ შორს, მე ხო ეხლა მე რა ხდება იქ, რომ მოილაპარაკეს? მოილაპარაკეს ყველაფერი და მე არ ვიცი ახლა ეს თვითონ ბიძინამ გადაყარა და მისი სქემა იყო. თუ მე იქ პუტინმა დაურეკა და უთხრა რომ შენ სიცხე ხო არა გაქვს რა იმაზეა კოალიციურ მთავრობაზე მოყანილი ფეხი არ მოიცვალო თორე და გადაგაყლაბებთ პლუტონის ჩაის იმას რომ დაალევინეს. ბიძინა მაგ თეორიას ისე შესთავაზებდა ამათ რომ პუტინს არ ეცოდინებოდა თუ პუტინის აზრი თვალისწინებს? არა, ეს დადგენილი იყო და ასე ვთქვათ მოხაზული იყო სქემა დასავლეთის და ოპოზიციის მოტყუების საგარეო დაზვერვის სამსახურში და რუსეთის ფედერალური უშუალობის სამსახურში. ანუ პუტინსაც კი არ დაურეკავს და სისხლი კი არ გაქვსო, პუტინმა წინასწარ იცოდა რომ ეს გადააგდებდა. ხო, მაგრამ თუ ვინიცობა იმათ არ შეუთანხმეს და ეს ბიძინას ინიციატივა იყო და მართლა უნდა გვერდზე გაწევა, რა თქმა უნდა ამის უფლებას არავინ არ მიცემდა. ამ წუთშიც ბიძინას იცავს რუსეთის მთავარი სამხედრო სადაზვერო სამმართველო სპეცრაზმი. ამ წუთშიც შეკვეთილშიც დგანან ეგენი იქაც რა ქვია რომელიც სოფელია ჭორვილა ზუსტად აი ჭორბიურია ეს კაცის თვითონ ბუნები და სოფელსაც ეგრე ქვია თლიანად იცავს და მეცაც გეტყვი იმ სოფელში ხმას ვეღარ აიღებთ ვერას არ ჭირდება მაგათი ხმა მე ვფიქრობ რომ მაგ სოფელმა სახელი უნდა გადაირქვას ისე როგორც ღორეშან ვერ ჩამოერეცხა ორჯონიკიძის სირცხვილი ასევე ეს სოფელი ვერ ჩამოერეცხავს მაპატიეთ საჭრელები ძალიან მიყვარს მაგრამ ეს სოფელი ვერ ჩამოერეცხავს სირცხვილს რომ აი ეს არამზადა შობა საქართველოს დასანგრევად გასანადგურებლად დიახ მე გადაყარა თქვენ ხართ ჩემი ბატონი ასე იყო თუ ისე იყო რა თქმა უნდა ამან გამოიწვია როგორც იმ ფილმშია შერეკილებში ხო გაფრენის აუცილებელი მარცხი გამოიწვია შოქს გამზადებული ოღონდ ბროწოლის ოყნები და ის შხაპი აპარატურა თუ რაც არის რო უგზავნის დეპეშას ის ნოშრევანი იქ პარიზში იმ პროფესორს ამათაც გაუგზავნეს დასავლეთში თავის პარალელებს დეპეშა რომ გადაყვარეს გაგვეუპატიურეს მოგვატყუეს ну, მოკლედ ამას ხედავთ ეხლა მიგაგზელებას. ეს მოუტრიალდა. ანორში გადაყარეს გაგაუპატიურეს მოგატყუეს. ამიტომ არ დადიხართ აქციებზე ბატონო შავა? არა, აქციებზე სულ ვდგავარ. მაგრამ ნუ ეხლა ამათან კონტაქტი არა. მაგას აუცილებლად უნდა ვკითხოთ, კარგი, გავიცინეთ ეს და ეხლა დამამთავრებელი. აი ეს დაჭერებიც ამის გამოა გამოწეული. ის თulis რომ გადააგდო ოპოზიციამ, პარლამენტში არ შევიდნენ, მოატყუეს, ფული და ოპოზიციამ როგორ გადააგდო? თვითონ თუ გადააგდო ოპოზიცია. არა, ის თulis რომ თვითონ დაზარალდა პარლამენტში არ შევიდნენ. ამათ გარანტია ჰქონდათ, მიცემული პარლამენტში შევიდნენ. ხო, მაგრამ თუ მაგაზე შეთანხმდნენ რომ პარლამენტში შევიდოდნენ, იმიტომ რომ უმრავლესობა ექნებოდათ კოალიციური და ამან თუ უმრავლესობა არ მისცა, კიდე აქეთ როგორ გაუბრაზდა? გაუბრაზდა იმით რომ ხარჯი გაიღო. მაგისთვის ხარჯი ფინანსურია მთავარი. ესენი არ შევიდნენ იმიტომ რომ შეეშინდა დასავლეთი. სადღაც დასავლეთელი თქვენი ლოგიკა აქამდე კარგად მიდიოდა, ახლა ცოტა გაიჭედა. არა, რატო გაიჭედა? იმიტომ რომ თუ ამაზე შეთანხმდნენ და ბიძინა იყო გადამგდები,
ამათ ახლა კიდე როგორ გაუბრალს და როგორ არ შემოხვედით პარლამენტში მე რა რო გადაგაგდეთო? ხო, რა თქმა უნდა, აბა, ის თulis რომ მას უფლება გადააგდოს. ის არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ივანიშვილის გვარზე ხო მოგეცით სწორდება. ეგეც გეყოფოდათო? რა თქმა უნდა, ფულს უთulis, ფულს მისთვის ფულია მთავარი. კაი. აი, ეგ ვერ ინელებს, კაი, ახლა გასაგებია. დილაურის ხელით 40 მილიონი მას გაუგზავნა. იქ ალბათ ხაზარაძე ჯაფარიძეს რაღაცა პრეფერენციები მისცა ბანკში. მოგეხსენებათ, ბოლო თვეების შედეგებით მილიარდი მოგება აქვს TBC ბანკს. მილიარდი მოგება და ეხლა მე რო ჩავდგე ერთი პატარა სავაჭრო ჯიხური საწყლად CNN-ს დააყენებენ იქ და პირდაპირ ჩართული იქნება. ხო და მილიარდს ვინ მომაგებინებდა, ხო? ანუ პრეფერენციები გაუკეთა. ის თulis რომ ფინანსურად აუნაზღაურა მიყენებული მორალური ზარალი, თქვათ უმრავლესობით არ მოყვანისა. ესეთია მისი ბატონო ფსიქიკა. შავა, წაგიკითხავთ ერთ განცხადებას რა. თქვენსაც ახლა უსმენ პოლიტნარკოტიზმის მამას ზურაბ ჯაფარიძეს, რომ პარტიებს თურმე არ უნდა კონდეთ დაფინანსება სახელმწიფოდან. ბატონო ზურაბ, როდესაც თქვენ გაფინანსებდათ ბიზნეს დავალებით მილიონებით სუსი, ის სახელმწიფო დაფინანსება იყო ოღონდ ფარული და კრიმინალური. საიდან იცით რომ სუში არის სპეციალური აფინანსებდა კი. როდესაც ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ ნარკოპლანტაციები გაეშენებინა ვენახების მაგივრად, გამოვიდა თავისი პარტიის დახურულ სხდომაზე და განაცხადა რომ 500%-იან მოგებას დატოვებდა ბიუჯეტში. ეგ ჯაფარიძმას მოგუყვა რომ მირეკავდენო და მითანხმებდენო. მე როგორ არის? ხო, როცა ეს გადაწყვიტა, მანამდე როცა გადაწყვიტეს ნარკოლიბერალიზაციის პოლიტიკა, ხო გახსოვთ? პირდაპირ უთხრეს ბავშვებს იკაიფეთ რამდენიც გინდათ და ეხლა უკვე შეატრიალეს ჭანჭიკები, როცა დაინახეს რომ ახალგაზრდობა არ არის მორჩილი, არც იმ ნარკოტიკებმა არ გააფუჭა ჩვენი თაობა, ეხლა უკვე ამკაცრებენ, რომ კარგად წამოიკიდონ იმას ანკეზე. ეს იყო მიზნობრივი პოლიტიკა, საკონსტიტუციო სასამართლოში ვერდიქტი გამოიტანეს, რომ ეს მოწევა და ეს ნარკო საშუალებები დასაშვებია გახსოვთ თქვენ ალბათ. ანუ ეხლა მოწევის გამო არ უნდა იჭერდნენ ალბათ. არა, მოწევაზე არ არის საქმე მთლად. მოწევაც გარკვეულწილად დასაწყისია იმ სეროზული ნარკომანობის. ცუდი როა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ის რომ ეხლა შენ დაიჭერო ეს დაჭერა გამორიცხული, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ძალიან დიდი აღმზრდელობითი რა თქმა უნდა, განათლება არ არსებობს ქვეყნის შემოაქვს ნარკოტიკები ქვეყანაში? ბიზინა ივანიშვილს. გამარჯობა. ირანიდან ავღანეთიდან, მაგრამ ეს შემოტანა მაინც სარისკოა. შეიძლება საბაჟოზე დაგიჭირონ და გაგშიფრონ. ამიტომ მას ერჩინა რომ აქვე დაეთესა ესა და ვენახს მაგრამ მოეყვა. გირჩა ფინანსებდა ამის გამო. ამისათვის შექმნა ეს გირჩი. მორფინისტების პარტია, ლობისტად, რომელმაც ეს მასობრივი პროპაგანდა გაუშვა იმის რომ кайфი ეს არის განუყოფელი უფლება ადამიანის, რომ ადამიანის სხეული, ადამიანის საკუთრება და არავის საქმე არ არის იმ სხეულს, რას გაუკეთებს ადამიანი, მაშინ აბა რატოა კარანტინები და იმ რატო გამოკვეთეს სახლებში იმ კოვიდის დროს. ბატონო შავა, თქვენ ისე გადაუვალეთ მთელ ოპოზიციას, ალბათ პროტესტს ვისაც აქ ადამიანს აი ესე თავს ჩაიქნევს და რას რა უნდა თქვათ? პირიქით, ჭრილობის დაფარვა და არ მკურნალობა კიდევ უფრო ართულებს პროცესს. ხალხმა უნდა იცოდეს, რატო ვართ ამ დღეში და ისტორიომეც უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია რო ყოფილიყო თავის სიმაღლეზე, დიქტატურა აქ არ იქნებოდა. დღეს არის აღვირახსნილი დიქტატურა. ავტორიტარიზმი ყალიბდება. ჩამოყალიბებულია დიქტატურა არ ნახული 7-8 ლიდერის დაჭერა ერთ კვირაში ვიმეორებ არ ახსოვს ბოლშევიკურ პრაქტიკას საბჭოთა კავშირში და არ ახსოვს პინოჩეტის გადატრიალებას სანტიაგოში. არის რა დიდი განხილვის თემა, თქვენს ნახავდით თვითმმართველობის არჩევნები. მე ვიცი ამაზე თქვენი პოზიცია, მაგრამ ჩვენს ეთერში საინტერესო პოზიციები გაჟღერდა. აგერ დაგვეწია ელისაშვილის ფრაზა იძახის რომ მე უკვე ჭოჭმანობდიო და ახლა გადაწყვიტე უნდა შევიდეთო. ერთი წამ ერთი ხაბეიშვილმა აგერ ჩვენს ეთერში თქვა ვინ შევა ეგენ იქნებიან ბოზებიო, ხო და თქვენ ახორაჯობებთ ხაბეიშვილს. ამ სიტყვას ვერ ვიხმარებ, მაგრამ ხაბეიშვილს დავით ანუ არაპირებთ შესვლას. არა, როგორ შეიძლება ამ არჩევნებში წკიბზია საქმე მიყვანილი. მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდზე დგას. ამერიკის სენატი იღებს მეგობრობის აქტის საბოლოო ფინალური არის თუ არა ვარიანტი. ეს ლეგიტიმაცია ხელისუფლების? რაღაც დოზის ამათ არჩევნებში მონაწილეობა. ამათ არაფერი არ უშველეს. აი რო გაცოცხლდეს დავით აღმაშენებელი და გამოაცხადოს რომ ხალხო ამათ გვერდზე ვდგევარ, მერთო მაპატიე დავით ზემოს ვამბობ. მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და კანონიერია ხელისუფლება, ესაც არ მეც ესე მგონია, მაგრამ რა უთხრათ ხალხს როგორ, ბატონო შალვა? არაფერი, უნდა დავბლოკოთ ეს არჩევნები, არ მივიღოთ მონაწილეობა. საჭიროა განაწილდნენ აქტივისტები სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე, ისტორიას დაუფიქსირონ, ვინ მივა იმ უბანზე, თავისი ბებიები, ბაბუები, ვიდეოკამერებით ეს ისტორია უნდა დააფიქსიროს და შემდგომ იქ მიმსვლელების მიმართაც იქნება მორალური, ასე ვთქვათ, გაკიცხვა და გარდა ამისა ეს აქტიური ქოცები ვინც არიან, აი ეს მეგობრობის აქტი, რომელიც ჩვენი გაკეთებულია. აი, როგორ თავდება ქართული ოცნება, ეგ კითხეთ.
ქართული ცნობა როგორ მთავრდება ეცნაი პოლიტიკაში ასეთი კალკულიასებური პროგნოზები არ არის არის ბევრი ვარიანტი, კადაფის ვარიანტი, თქვენ ახსენეთ რომ მაგათი საქმე დამთავრებული არაფერი არ უშველითო და როგორ ხედავთ თქვენ მათ დასრულების დამთავრებულებია უკვე სოფლე უუბნება რომ თქვენ არ ახართ კანონური ხელისუფლება არ ხართ აღიარებული წადით ჩაატარეთ აღარ სირცხვილია რომ დარბიან ბიჭო და ვიქნებ ტრამპმა ჯიბე ლეგიტიმაციას რო ეძებენ ტრამპმა ვიღაცას ხელი აუწია ტრამპმა თავის ნაცნობს და ისე კადრი შეატრიალეს რომ აი ყაველაშვილი იჯდა და იმას აუწია ყაველაშვილის მსხვერპლია ამათი მსხვერპლია რა სირცხვილია რომ ტრამპმა ხელი ყაველაშვილს აუწია მაღაზიაზე ამ დროს ეხლა იყო დრო პირდაპირ თქვათ როდესაც სოფლიოს ლიდერები ტრაბახობდნენ საქართველოს ლიდერებთან ურთიერთობით შეურნაზე დონე იყო სოფლიო პოლიტიკის და ესეც საერთაშორისო შეხვედრებზე პირადად ამერიკის პრეზიდენტი მარა თქვენ მაგდროს იყავით ოპოზიციაში არა მარტო ოპოზიციაში იყავით გეტყვით რა გავაკეთე მიდიოდა პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტი ბუშიც და კლინტონის შეურნალძესთან და ეუბნებოდა აბა რა გჭირდებათ რა გავაკეთოთ ხორბალს გამოგიგზავნით ამერიკამ გადაგორჩინა ჩვენ ისე წარმოიდგინეთ ხორბალს ის გვიგზავნიდა ის ლიმონკა რო გამსკვდარი იყო ისე წარმოიდგინეთ სად გადავრჩი კი მარუთინომა რო შეიჭრა არა ის არ გასკდებოდა რა თქმა უნდა ის ბავშვი ცოტა როგორც ჩანს ფსიქიურად ვერ იყო ის დედა ძალიან მეწოდებოდა არა ის რო ფსიქიურად ვერ იყო გასაგებია მაგრამ ხო ის როლა ის ხუმბარა კაცო ეს იყო სპეცსამსახურების ბრალი რომელმაც არ დააყენეს მეტალურ დეტექტორებს ის რო არ გასკდა ხო გადავრჩით რა მთელი არის როგორ წამიგდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ტერაქტი როდის იყო პრეზიდენტზე ოსვალდები ვიქნებოდით ბოლო ტერაქტი იყო როდესაც რეიგანს დაესხნენ თავს ვაშინგტონში და ოპერაციის წინ რეიგანმა კითხა ექიმებს რომ რესპუბლიკელები ხო ხართო დემოკრატები არ ვიყავთ მაგრამ და ექიმმა უთხრა ჩვენ დღეს ყველა რესპუბლიკელი ვართ ბატონო პრეზიდენტო ეხლა ცოტა მძიმე კითხვა უნდა დაგიშოთ ბატონო ამის გარდა ესე იგი აი სანამ გააგზავნებთ აი თქვენ თქვენ ბუში არ გავატარეთ რუსთაველზე ჩვენ მიტინგი მოუწყეთ დაამთავრეთ კი ბატონო ხო არ გავატარეთ რუსთაველზე ასებით სწორად იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია პუტინთან ერთად მის შემოქმედებაც იყო და ამით ფაქტობრივად ბუში არ მოხსნა თუ რესპუბლიკელები არ მოხსნა არა რესპუბლიკელები სულ ჩვენი ძმები და მეგობრებია ბუში ფაქტობრივად ეს ვარდების რევოლუცია იყო გადატრიალება შევარნაძის წინამდეგი არა იცით რა თქვა შევარნაძე შალომი დადოს თუ რომ მე მეც მივდიოდიო ჩვენ წინამდეგ მოწყობილი დემარში იყო სააკაშვილები ჟვანიების იხუმრებდა ახლა მაგას არა რა უხუმრა რეიტინგი ჩვენ მქონდა ჩვენ მოვდიოდით ვინ იცნობდა სააკაშვილს კვდებოდა ხალხის სიცილით როგორ გაივლიდა და უძახდნენ ახალ ნოდარ-ნათაძეს ნოდარ ეხლა სხვანაირი ჭკვიანი კაცი იყო მაგრამ აი ესე და არასერიოზულად აღიქვავდნენ ფაქტობრივად აი ეს ბუშის პუტინის შიდა ოლიგარქიის სახელმწიფო რესურსის ერთობლიობამ განაპირობა ის რომ ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში. რა ბატონო შალვა ის მაყურებელს ქონდა ეს კითხვა, მაგრამ ეხა ისე ლაპარაკობთ, უნდა გკითხოთ აუცილებლად რა. აი ეხა თქვენ იძახით ამ სააკაშვილზე გამარჯვებული იყავით, აი რა გვარია ერთი წამი. ეხლა არ დამიწყო საკრებულოს საჯომრებო დაუთმეო ხა. ნატალია კვარაცხელია, რატომ დაუთმეთ მოგებული თბილისის საკრებულოს სააკაშვილს? რა მოხდა ისე რეალ კი გაიმარჯვა, მე გეტყვით, გაიმარჯვა ბატონობა შალვა, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო და უცებ აღმოჩნდა საქართველოს გადარჩენა შეგეძლოთ. მთელი ცხოვრება შეიძლება ლუზერი ყოფილიყო სააკაშვილი და რატო დაუთმეთ ეს კამი? კი აქ მოყოლილი, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარეობამდე შემოწურფასო მეგობრებო ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხალხის გარკვეულ კატეგორიას, რომ შიზოფრენიიდან განიკურნოს. აი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კამის დათმობის შიზოფრენიაც არსებობს, რომელიც ზოგიერთ ჩვენ თანამოქალაქეს სჭირს, რადგან ეს თვითონ სააკაშვილის რეჟიმი ავრცელებდა, ანუ მერაბიშვილი და ახალაეები ამ ხმებს. აი, როგორ არის ტალახიან მოღორმო, ასე როგორ გასწავლოთ, როგორ არის. აი, ეს როგორმე უნდა გადმოედოთ ჩვენთვისაც, აი ჩვენი სიმაღლე, დამოუკიდებლობა, პრინციპულობა, ესე იგი, გაუტეხლობა, უკან დაუხევლობა, ეს უნდა ჩრდილის ქვეშ დაეყენებინა და ამ ხმებს ავრცელებდნენ წლები და მე აიტაცამა ავტყუფმა ჭორვილელმა და ნუ მოკლედ ზოგიერთ ავტყუფის თავში შევიდა. ხალხო, საკრებულოს თავმჯდომარეობამდე მიხეილ სააკაშვილი ჩამოიყვანა ამერიკიდან ედვარდ შევარდნაძემ. იუსტიციის მინისტრი. აირჩიეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ჩემ ადგილზე. სადაც მე ვიყავი და გაკეთებული მქონდა კონსტიტუცია გავაკეთე, მოქალაქობის კანონი ჩემი ხელით დავწერე, იარაღის ტარების აკრძალვის კანონი მე გავაკეთე, პირდაპირ მხედრონს ვებრძოდი იქ პარლამენტის შენობაში და მთელი საკანონმდებლო აქტები ყველაფერი მე გავაკეთე და ნუ ჩამოიყვანეს ნიუ-იორკიდან კირკოროვის კანტორაში მუშაობდა ეს სომეხი მილიარდერი ამერიკელი, ველოსიპედისტად ტენოს დაატარებდა პოსტას ნიუ-იორკის ქუჩებში, ხო, ესე იყო. ხო და ჩამოუყვანეს შევარდნაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე დაირჩიეს. მე მქონდა შევარდნაძესთან საუბარი და უთხარი რომ
ეს ძალიან დიდ სიურპრიზებს მოგიწყობს, ძალიან ცანცარა და არქნაი გამბო. ხო, მითხრა რომ ისო რა ქვია, დაგვინდებაო შალო, ნიჭიერი სამაგიეროთ. ინგლისური იცისო. მე ვთქვი, კი არ დაგვინდება, მეთქი დაძმარდება და თქვენ ამოგასხავთ ეგ ძმარი, ისე აგიხდეთ ყველაფერი. მერე იყო შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხალხო. მართული პარტიის. შემდგომ დაინიშნა იუსტიციის ministrად. იქიდან გადადგა, იმიტომ რომ ოპოზიციონერის იმიჯი აეკრა, შექმნა ეს პარტია ეგრეთ წოდებული. იღარა კენჭია მადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რიგითობის მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია 26%-ით. 25%-ით გავიდა მიხეილ სააკაშვილის პარტია, რა თქმა უნდა. არჩევნები არ გაუყალბებიათ. არა. შევარდნაძის პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი, როგორ გაყალბა, ვინ გაყალბა. დიახ. ოპოზიცია თბილისი ყოველთვის ოპოზიციურია. ხო, მაგრამ ეხლა სხვა სიტუაცია, მაშინ დემოკრატია იყო სამწუხაროდ და თუნდაც ვერ დაგვინახეთ. დიახ. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ მან გააკეთა კოალიცია ბურჯანაძე ჟვანიასთან. ბოდიშით უნდა გითხრათ თბილისი გაერთიანებულმა ამორჩევნებშიც მოიგო ოპოზიცია ბატონო შალო ერთი. ხო, არ ვიცი ეხლა შედეგი არ მინახია. არა ისე მაინც რა ვთქვათ რა. მან გააკეთა კოალიცია, ესე იგი ბურჯანაძე ჟვანიას პარტიასთან, გააკეთა კოალიცია ასლანაბაშიძეს გამოექცა 3 დეპუტატი იმათთან. მერე ბატონ ჯუმერ პატიაშვილს ყავდა მაჩაიძე და ენერგეტიკოსი მერე დეპუტატიც იყო ის ორი კაცი მიერთო. შეკრა. გააკეთა უმრავლესობა. მე დავრჩი უმცირესობაში. თანაც არასოდეს არ მიყრია კენჭის საკრებულოს თავმჯდომარე ეშმაკმაცა იყოს ეგ თანამდებობა სირცხვილია პოლიტიკური ლიდერო იქ წავა ქალაქის კანალიზაციის ახლაც ეგეთი სიტუაცია ეხლაც ეგეთი სიტუაცია ხალხო და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე არც სკამი დამითმია ანუ არ ყოფილა ეს არ ყოფილია სისულელი უბრალოდ აღარ წავედეს წინააღმდეგი მისი არჩევის თავისუფალი კენჭისყრა გამოცხადა იქ ჩვენი ვინც იყო ფრაქცია შეძლოთ მიეცა, შეძლოთ არ მიეცა. მისეს ვიღაცებმა? მისეს, ხო, ხმა, არ იყო ეგ სტრატეგიული ამბავი, იმიტომ რომ ხალხი უკვე დამარცხებული იყავით რეალურად, იმიტომ რომ შეკრა მან კოალიცია. შეკრა, უმრავლესობა ყავდა, ხო და ხალხი რეკავდა იქ, რა ქვია, ოფისში პარტიის ეს სიგარეტის წევისგან ხმაჩახლიჩილი არისტოკრატის სვეტი ქალები თბილისში უღარიან და ორგონიათ ეგ ის რა ქვია ელიტარულობა და აი თქვენ სოფლელებო თქვენ გშურთ ამ ბავშვის რო იცის ფრანგული, ინგლისური, გერმანული რატომ არ ირჩევთ რატომ არ უჭერთ საკრებულოს თავმჯდომარე თუ თქვენ ოპოზიციაში ხართ თუ შევარდნაძეს ებძვი და თქვენ დედა ვატირე მე უთხარი და აი იყო მთელი ისტორია და გაყიდაო და ფული აიღო და შედისო და აი ესეთი ცოდობის მთქმელი ერი იქნება ყოველთვის დაჩაგრული და ესე განადგურდა მაგრამ ძალიან კარგია რომ მოყევით ნათელი მოფინეთ ამ ამბავს ბატონო შალო 20 წელი უყვები არა ესე ახალგაზრდა თაობას მაინც უნდა იცოდეს და ეს ამბები ისევ ტრიალებს ეს მალაპარაკებენ თქვენი კოლეგები ტელევიზიაში ახლა თქვენთან დემოკრატია და ღმერთმა შეგარჩენო და იქ როგორც კი დაიწყებ დეტალიზაციას და ახსნას ესეთი დემოკრატია თქვენი პარტიის ფერებში უკეთია გასტუკია ხო და მეც აღარ გავიკეთე ამ ფერებში გასტუკი რომ მცირესობაში იქნებოდით თქვენ ხო და აი ვიტო ხართ ერთ ფერებში ჩვენ რა ფერებში ვართ ალტიმფოლები დაგვიწერეთ თქვენ სხვადასხვა კრეფავთ რეიტინგს და მეც მიხარია იმიტომ რომ მომავალი პოდკასტებისა იუთუბერების ტიქტოკერების ფეისბუქის და არა აი ამ სპეციალურად შექმნილი ტელევიზიების რო ხალხს ტვინი გამომრუდონ მომავალი დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის რომ არ გამოგჩეთ ჩვენი სერიები აუცილებლად გამოვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე. რა თქმა უნდა მე ძალიან განვიცდი იმას რომ უამრავჯერ მოვიდა ხალხი ხმა მოგცვა მაგრამ ვერ ვაჯობეთ აი ამ წითელ დირექტორიას აი მოვიდა ვერ მოხვედით ესე ვთქვათ ხელისუფლებაში ვერა იყო ერთი გზა რომ აი ლათინურ ამერიკული გზა აგვერჩია და პარტიზანებად რო გადიან მე ოპოზიციური პარტიები ტყეში და ფიზიკურად არჩევნების განყალბებებს ახლა გორი ამას კერეთელ თქვით მე მგონი შეჭამესო ის საარჩევნო ისინი ეგ რომელიღაც სტუდიანებად გამოაცხადეს და შეჭამეს ის განყალბებები ხო იყო ეს გზა რას თქმა უნდა ამას ვერ გავაკეთებდით დანარჩენი აი აქამდე მოვიდა ქვეყანა ძალიან ბევრმა მოგწვა ხმა არაერთი თაობა აი არ დამავიწყდება მე საბურთალოზე ყავდა მე არ ვიცნობდი ყოლია მომხრე ფანი მამაკაცი ღირსეული თბილისელი და როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა მისი შვილი მოვიდა პარტიის ოფისში რომელიც მუშაობდა პოლიციაში და მოიტანა ხის ჯვარი ამ კაცის მიერ გამოთვლილი უნიკალურად დამუშავებული ეს შენთვის გააკეთაო და მე გარდაიცვალო და გადმომცა და რა თქმა უნდა აი მარტო ამის შემდეგ არ ქონდა უფლება რამე შემეცვალა უკან დამეხია ან რამე გადახრა გამეკეთებია თაობები
თაობები შეეწირა ბრძოლას, რომ საქართველოში ყოფილიყო დემოკრატია, თავისუფლება და ნამდვილი ეროვნული სახელმწიფო თაობები და ეს თაობები ძირითადად ჩვენ გიჭერდა მხარს. აბა ეხლა დანარჩენები, ვინც ახლა შევარდნაძეს ირჩევდა, სააკაშვილის პარტიას ირჩევდა, ასლან აბაშიძეს ირჩევდა, პატარკაციშვილს ირჩევდა, ახალ მემარჯვენეებს ირჩევდა, მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს ირჩევდა, ივანიშვილს ირჩევდა, ესენი არიან მამონები, ფულის მონები. ეს არის ერის ნაგავი. შეიძლება ითქვას. მე მას პირში ვეუბნები ყველას. მაყურებლის კითხვებს 1-2-ს დავსვავ, მათ შორის აღმოჩნდა ჩემი ძმაც. ხო თუ გინდა შენ ჯერ სხვა კითხვა. არა, მე მაქვს რამდენიმე ჩემი ძმა პირადად და რომ დავდეთ პოსტი რომ აბა შალვა მოდის ეთერში რა კითხავს მოკითხვა წინასწარ. ბატონო შალვა, აი თქვენ ახსენეთ ედუარდ სააკაშვილი რა, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი. აი მე თქვენი შვილის აქტივობები ვნახე და ისიც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის, აი რა საკეთებს ახლა? გეტყვით, ბექა იყო ძალიან აქტიური საჯარო მოღვაწე. ორჯერ დაიჭირეს კიდევაც თუ გახსოვთ სასამართლოში. სუსტან რაღაცა ამბები იყო. სუსტანი წეთის განმგებლობაში ხუნდაძემ რო დააჭერია ბავშვები, ახალგაზრდები იქ იყო ლიდერის უნართვისებები აქვს ახლა. გამოყვა? ვერ დაუკარგა, ხო, აქვს და ეს ორი ლიდერი ოჯახი ცოტა ის არის. ხშირად გამართოთ. ხშირად არც მოგვიწევს ერთმანეთის, ხო. პარტიის საერთაშორისო მდივანი უკვე ბავშვობიდან ლამის. ხო და აი ფიქრობთ ეს რომ შეცდომაა ბატონო შალვა, თქვენი შვილი პარტიაში, თქვენი პარტიაში. ხო არჩევდა ცალკე ებრძოლა. წინააღმდეგობები ხო უფრო გვაძლიერებს ადამიანს. ჩვენ გავძლიერდებით მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი გააკეთებს თავის საქმეს. პურის ცხოველი პურს გამოაცხობს, მძღოლი კარგად იმძღოლებს, ექიმი კარგად იექიმებს და მათ მაგალითზე შვილები პროფესიას და ტრადიციებს გააგრძელებენ თუ სურვილი აქვთ. თავარია თავზე არ მოახვიო. მას ესეთი სურვილი ჰქონდა აქტიურობის, საერთაშორისო მდივანია და ეხლა პირველად ამასაც თქვენ გადაცემაში, თუ კი რამ საერთაშორისო დონეზე დოკუმენტი შეიქმნა ამ რეჟიმის დასანქცირებაზე, ეს არის ბექას ნაწილი. მეტ გაახალგაზრდაობას ვიაწექით პარტიისას, ახალგაზრდა ესე ვთქვათ აი ამაზე მწყდებოდა გული, აი თქვენ რომ წევან მკითხეთ რაზე გწყდებოდა გული ვის წასვლაზეო. ისეთი ახალგაზრდები ყავდა აი 30 წლის განმავლობაში. ისეთი ვარსკვლავი გოგო ბიჭები, წვინით გატენილები, მოაზროვნეები და აი ყოველი ჩავარდნის შემდეგ პარტიის რო ვერ ნახეს თავისი ასპარეზი და ადგილი, წავიდნენ და ჩემი გულის ნაწილი გაიყოლეს თან. იმისთანაც სახელმწიფო მოღვაწეებს მივიღებდით მათგან ისეთ დეპუტატებს, ისეთ მინისტრებს, ისეთ პატრიოტებს, რომ საქართველოს იქნებოდა შვეიცარიაზე ბევრად სად უნდათ აქ პატრიოტები და ხო არ უნდათ რა, ეგ უნდა დადგეს დრო, როცა პატრიოტიზმი იქნება პოლიტიკაში მოთხოვნადი. ჩვენთან მე რასაც უყურებ, ხა ჩემ ასვით ერთი მე ხო შეიძლება გადაცემაში ერთხელ ხო ასვს ვამბობ ხოლმე კითხვას არ ვსვავ. ჩვენთან თავარი პრობლემა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში არის ის ყველა ფლანგზე, პოლიტიკურ სპეციალურად ვამბობ, ეს მარტო ქართულ ოცნებას არ ეხება, ოპოზიციასაც ეხება. ყველას უნდა ყურმოჭრილი მონები და აი არაფერზე რო არ შეეწინააღმდეგებიან და პარტიის message box თავიდან ბოლომდე რო გაატარებენ. ეგეთი ხალხი უნდა ყველას. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ გადაცემაზე იმიტომ წერენ ხოლმე, ვახ, ესენიო, ეს როგორ კითხეს, კაცო, იმ ჩვენ ფლანგზეა ოპოზიციონერს, ამას როგორ ეკითხები? ანუ თითქოს რახან აქეთ ფლანგზე ხარ ესე აზრი ითვლება დანაშაულად. კი, ანუ ორი ფრთა შეიქმნა და იქ თავისიანებს ელაპარაკებიან, იქ თავისიანებს ელაპარაკებიან კრიტიკული კითხვები. არ არსებობს დებატები, არ არსებობს და მყარია პოლიტიკური ცხოვრება. მე გვარამეს რო კრიტიკული ისტორია ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა. გვარამეს რო კრიტიკული კითხვები დაუსვით, იშბას ვეღარ ამბობ ვერაფერს და ბოლოს წერდნენ რომ ეტყობო დადგმული იყო, შეათანხმესო კითხვები. აი ხა როგორ წარმოგიდგენთ? გვარამე იყო აქ? კი. აკუთხედენ ეს და სხვა სკამები გვეკავაში ბატონო. გადავარ და სხვათა. მე მინდა ერთი ვიდეო გაყურებინოთ ბატონო შალვა. ეს ის რო ჩამოვიდა რამიშვილი ბაზალი. აუსვინოთ ნახევარი. გაბზანდები. მოიგინები. ვიგინები კი დედის აი ეს რამაზია. ხეცინამდე რატომ მოდიო? რომ მოვიდა გადაგაკეთე. ძმა რა მოდიოდი? არა, არ შეიძლება რომ ისე. არ შეიძლება. დადიაგე ხალხია, ბრატ. აქ რომ მოდიხარ. კაპუჩკები არა მაიწმინებაში. ო, მაშინ კარგად გადარჩა, რამიშვილი არ გატკიპეს სხვათა შორის. ანუ აქ რა უნდოდა ჯერ გითხარი და მე რას ფიქრობთ ამ ადამიანს? ეს პოსტივი ქონდა უკვე და იმებს იღებდა. არა, მაესტროზე. არა, მაესტრო იყო თუ რაღაცა იყო. ეს არის ივანიშვილის გარიჟრაჟი, ასე ვთქვათ, პოლიტიკა. 11-12 წელი. საქმე იმაში გახლავთ, ვისაც მოსული ჯერ არის. არა, ჯერ არ იყო. ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ ივანიშვილის მოღვაწეობა დაიწყო ჩემთან და ლეიბორისტულ პარტიასთან ბრძოლით. სხვა ყველა გაუწვა, გაუგორდა
ყავდა დამორჩილებული, ანსიაში ეჯდა. თქვენ ფული არ შემოგთავაზat, იმათ სავარაუდოდ ფული შესთავაზat. არა, ცოტას ვერ ვიტყვი არა. არა, ხო? არა, რომ შემოთავაზებინ ახლა შეუძლებელი იყო ჩვენი შერიგება და მორიგება, იმიტომ რომ ახლა ფულის შემოთავაზება ერთია და პრინციპების დამთხოვა პოლიტიკაში და თქვათ მორალის არ წაბილწვა ეს არის მთავარი. შესაბამისად მან იცოდა ჩვენ ხო მეზობლები ვართ. ეს პერიოდი გავიხსნა. არაერთხელ მომიყოლია, ხო ეს მეზობელია ჩემი და ნარკოტიკების კრედიტი იყო დაკავებული უბანში. ბიზინა 80-იან წლებში. რას მეუბნები? ხო, ჩვენ კარის მეზობლები ვართ. ეს არის თქვენ. არა. 80-იან წლებში ერეკლე მეორის მოედანზე საპატრიარქოს გვერდით იყო კამო საერთო საცხოვრებელი, იქ სადაც ახლა მაგის ფეშენ ოფისი იდგა ქართული ოცნების. რამდენი წლის იყო დაახლოებით მაშინ? არ ვიცი, რამდენი იყო ახლა და ბებერი დაიბადა, მე მგონი. რო უყურებ. ხო. და იქ ცხოვრობდა 4 იმერელი, ჭორვილელი, ბიძაშვილი, ძალიან კარგი ბიჭები. 3-ს ვიცნობდი. ერთი იყო ვახო, მეორე იყო ბიჭია და ამის ძმაც თავგასებულად იყო, რომ ისიც იქ იყო. ხო და იქ ცხოვრობდა ჩემი და ნინო, ოჯახით. იმის ქმარ იქ მუშაობდა კამოს ქარხანაში ის. და მოკლედ გარიგობდნენ? ხო, ეს და მაგ დროს ნარკოტიკები ასე არა, გითხრათ, ეს ყიდიდა ჯერ ფრანგულ სუნამოებს და შარულებს. როგორც გაირკვა საბჭოთა ადიკალონი იყო შიგ ჩასხმული. ანუ კლიენტს ატყუებდა. სატყუებდნენ ფრანგული სუნამო და აკრძალული პროდუქცია იყო, არ შემოდიოდა. და ამას აკეთებინებდა და მეზობლის ქალბატონი. ხო, მეზობლის ქალბატონები ეხმარებოდნენ ამის გაყიდვაში. მე იქ ერთი როგორ იშოვა პირველი მილიონი? ხო, ძალიან კარგი კაცი იყო იქ სულ წინ ბიჟოვდა და მან მითხრა რომ აიცითო შავო, ჩემსოს გააყიდეო ის პარფიუმერიო 25 მილიონი უნდა მეცა და აღარ აძლევსო და პროკურორი ხარ და შენი შეეშინდებოდა იქნება მოაწემინო. მე ვთხარ ახლა მეზობლებშიც პროკურორი როგორ ვიქნები? და შეუთვალე იმ ვახო იყო ცხონებული, აღარ არის ცოცხალი, მაგის ბიძაშვილი. მისას მეთქი იმ ქალს ის ფული ნუაწოლებს თუ ისე და რა თქმა უნდა ეს ზაღლის ნაკმენივი დაახსონდა. მისა და ის დამახსოვრებული აქვს ეს ამბავი? რა თქმა უნდა დამახსოვრებული აქვს. დღეს მოვიდა მაგის ძმა, ის ადიკოა თუ ალიკა რა ქვია და ნუ საღამოს მითხრეს ოჯახში რომ დილით იყო ადიკოო და ერთი ვაგონი კონიაკის სპირტი დაუჭერიათ მოსკოვშიო ბიზნესში. ერთი ვაგონი კონიაკის სპირტი, ხო წარმოგიდგენთ ეროვნული სიმდიდრე ჩვენი. ხო და ეგებო პროკურატურაში დარეკოსო საკავშირო მოსკოვშიო და განთავისუფლებინოსო. მე ვთქვი სიცხე ხო რა მაგათ. მთელი პროკურატურა მიცნობდა როგორც ქთამის არ ამღებს და ეხლა მოსკოვში ამერიკა რომ ერთი ვაგონი კონიაკის სპირტია დაჭერილი და გააშვებინე დამიჭერდნენ ნამდვილად რა ყველაფერს უდანო. რა თქმა უნდა უარი. ამის წილი ყოფილა ვიფიქრებდე. რა თქმა უნდა, ამას ხარაში ფიქრებდით, ახლა ყველა ეგრე ფიქრობდა. ხო, ეს ჩაიარა ამან და მე ერთ დღეს მოვიდა მეზობელი, ებრაელის ქალბატონი, ძალიან საყვარელი ქალი, მითხრა რომ დამიღუპაო შვილიო, ბიძინამო და პროკურორი ხარ და ჩაერიო. მე ვთქვი რა შემოვიხადა დაღუპო და ვაჭრობა ასწავლაო. გამეცინა, მე ვთქვი ებრაელი მასწავლე თესობლოს ვაჭრობა. რა ასწავლა, ახლა ბიძინამეცი და არაო, ნარკოტიკს აყიდიებსო უბანში. ახლა მე დავიშოკე იმ გაგებით რომ ეს სიახლე იყო ნამდვილად და მე ვიფიქრე რომ ეხლა ერთი სამთავრობო ტელეფონი რო ამეწია ამის დუხი არ იქნებოდა მოატოვებინებდნენ კამჩატკას მაშინ ეგამე რომ იმეღო რეაგირება ხო მე ვიფიქრე რომ რახან ეს ქალი წყიდის რაღაცეებს ჯინსებს და რაღაცეებს და ესაც წყიდის კონკურენციული მომენტის გამო ჩაუშვა ჩაუშოგერა თურმე გაქანებული სოფლიო დონის ნარკოვაჭარი იბადება ამიტომ თქვენზე გაბრაზებული ლოგიქსია ჩავარამიშვილი ხო არა მარტო ამიტომ ოლიგარქია რომლის სათავია ივანიშვილი მარტო არ არის მის გვერდზე განლაგებული არის მთელი ეს ოლიგარქია მოკეთ უნდა გამოიჩინა რომ აი ეს შალვა როი სოციალისტობს და როი ძახის სამოთახიანში ცხოვრობს სინამდვილეში აგერ სასახლე აქვს სასახლე უდგას ჯერ ბავშვობის მოგონებები აქვს ცუდი აი რაც გითხარით ამის გამო ცუდად ის ტელეფონი რო აგეღოთ ახლა ჩვენ აქ არ ვაიმში არ გვექნებოდა გეთახმებით რომ ეს არ იქნებოდა ხო ეს უკვე კაი ეს იქნებოდა უკვე ჭორვილაში იჯდებოდა რაღაცა იმ ბატონის კითხვა დასვით და მოკლედ ხო პროკურორი ვიყავი ახსენეთ ორი კითხვა რა ერთი მოკლე კითხვა პროკურორი როგორც ყოფილი პროკურორიო რა ბრალს წაუყენებდა ამდენ ბრალში მაინც რას გამოარჩევდა ბიძინა ივანიშვილის სამდო პატიმრობა გარანტირებულია სამშობლოს ღალატი სამშობლოს ღალატი კორუფციის უპრეცედენტო მასშტაბი დამერწმუნეთ რომ 300 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი სჭირდება
მივხვდება აი ამ დანაშაულებების გამოძიებას ტრანსნაციონალურ დონეზე და ქვეყნის შიგნით ეს არის მილიარდები მიტაცებული პირადად ივანიშვილის მისი გარემოცვის სხვადასხვა სქემით. ძალიან დიდი გამოძიებებია ჩასტარებებული, ძალიან დიდი თანხა დაბრუნდება ბიუჯეტში. რამე როგორ ჩაუდგებოდით სათავეში მაგ გამოძიებას? ამ გამოძიებას ჩაუდგებოდი სათავეში. დაიბრუნებდა თავის პროფესიას. გაიხსენებდი ძველ პროფესიას. არ ვიყავ ცუდი გამოძიებელი ყველა საქმე გახსნილი მაქვს. ერთი ცოტა ისეთი ამბავიც უნდა გკითხოთ, ცოტა ძველი დროიდან. თქვენ იყავით სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგი. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ უყურებთ? მე დღევანდელი გადმოსახედიდან უყურებ შემდეგნაირად. და მათ შორის ვიტყვი მოკლედ რა, რომ მათ შორის არგუმენტი ერთ-ერთი ეს იყო, რომ გამოდიხართ პარლამენტში, რომ ჩვენ ოდითგან ეგეთი ერი ვიყავით, რომ მათ შორის სისხლის აღება იყო ტრადიციაო და სახელმწიფომ აიღო, შემდეგ ეს თავისთავად მე მგონი ბატონიშვილო პოლიტიკოსებსაც იძახდა რომ დასახლებები. არა, ხო, მოკლედ და პოლიტიკოსებზე არ მითქვი არასოდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს ვინც მოსაკლავია, მოკლედ იმის მოკლა, რომ ხალხმა ლინჩის წესს დარგას ესეთი საქმე იმაშია, რომ სიკვდილით დასჯა, როცა კანონშია გათვალისწინებული განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელი გარემოებებში. მხედველობაშია ორი და მეტი პირის მკვლელობა, ბავშვის მკვლელობა, მათ შორის პედოფილიური ნიადაგზე, რაც ძალიან გავრცელებული აქ, საშინელება ხდება, ასევე ტერორისტული აქტით გადაწვით, აი მკვლელობის კვალიფიციური ფორმები, ხო? როდესაც ასეთ დანაშაულზე კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯასაც სამუდამოსთან ერთად. მკვლელი, როგორც წესი და დამნაშავე საერთოდ, ჯერ კოდექსს ნახულობს, სანამ დანაშაული ჩაიდენს. დღესაც ხართ მომხრე, ანუ რომ იყოს ეგეთი. მე მომხრე არა ვარ სიკვდილით დასჯის, მე ხლა ქათმის დაკვლას ვერ უყურებდი სახში და ყოველთვის ჩემს გარეშე კლავდნენ და ალბათ სამუდამო მინალავდნენ იმ ფაქტს. მაშინ რატო იყავით? მაგრამ როცა გამაფრთხილებელ მომენტად დევს აი ეს სიკვდილით დასჯა, მკვლელი ხელს იღებს ხშირ შემთხვევებში დანაშაულზე. თუ არ არის აუცილებელი მოგერება ან აფექტი. ანუ თქვენ მომხრე იყავით, რომ ყოფილიყო ჩანაწერი, მაგრამ არ აღსრულებული იყო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენდით. მე გეტყვით რკინის არგუმენტს, რატო არ უნდა იყოს სიკვდილით დასჯა, მაინც. ამის რკინის არა, არ უნდა იყოს. ხო, რკინის არგუმენტი ისაა, რომ ამერიკის ყველაზე განვითარებული მართლმსაჯულების სისტემა რო აქვს ამერიკას, იქაც კი გვინახავს 30 და 35 წლის შემდეგ ამოტრიალებული საქმეები და რატომაც შეფსტადა კი მაგრამ გავითვალისწინოთ რომ ამერიკის შტატების ნახევარში სიკვდილით დასჯა არის არის კი და ეს არის მაგრამ შეცდომა რა თქმა უნდა არც იქ არ არის შეცდომისგან დაზღვეულები იქ იყო ქალბატონი ციხეში რო გიზის მე გამოუშვებდა მოკლულს ვეღარ მოაბრუნებ ხო მაგრამ მოკლულზეც უნდა ვიფიქროთ და მოკლულის ახლობლებზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ მსხვერპლზე მიცვალებულზე, რომელსაც უკვე არაფერი არ ეშველა დანაშაულებრივი მოქმედების გამო, იმ მიცვალებულის ქმარზე, ცოლზე, შვილებზე დააბრუნებდით მაინც არ დავაბრუნებდი, მაგრამ აი მაშინ რო ეს ხსენება დაეტოვებინათ, დღეს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იქნებოდა ცოცხალი. დამერწმუნდა. ეს იქნებოდა ბოლო კითხვას ამ პრინციპიდან იყო გამომდინარე ჩვენ გამოს. ესე თქვა ჩვენი მაყურებლის მაგათი ჩვენ ვერ დავაბრუნებთ ამ კანონს, იმიტომ რომ ევროსაბჭოს წევრები ვართ უკვე და აგზალულია. კი ბატონო. მაშინ არ იყო ეს. კედლის მიღმა ესეთი ეს წერტ რამდენი ცოტა ინტრიგნული კითხვა, მაგრამ აკითხები ცოტა აზარტი უნდა იყოს კი ბატონო. რამდენი ვიდა გაქვთ აშშ-ში და საიდან შეიძლება ეს ეგ იმის ტროლია, ალტიფოს ტროლია ეგ დამახსოვრებული. არ გაქვთ სახლი ბატონო შავ ამერიკაში? ღმერთმა ქნას მაგათპირ შაქარი თაფლი მურაბა. დაგხოდა პატიჟეთ ბატონო. ეს ხო საიდან წამოვიდა ეგ ამბავი? არა. ჩავედი ამერიკაში, ბრუკლინში მქონდა დიდი შეხვედრა, Facebook-ზეც დევს, YouTube-ზეც დევს ეგ შეხვედრა, ძალიან თბილი და იქ მითხრეს ქართველებმა, რომ აგერო გაიყინო ქართველი ბრუკლინის პარკია ბრაიტონ ბიჩთან ახლოს, სწორედ დეკემბერი იდგა უკვე და ივანიშვილის 300 ოთახიანი სასახლე აქვს ნაყიდი რუსეთის ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის უფროსი გენერალისგანო. იქ მილიონები კეთდებოდა მაშინ. ხო, ვიღაც გენერალი ყოფილა 300 ოთახიანი. მე გაჩვენებდი თუ და გავედი, გადავიღე, შავთვე, ჩართვა გავაკეთე. არა. ეს გახმაურდა ბუნებრივია ყველაფერი და პასუხი იყო ამ პიარზე იყო პასუხი. ერჩვენია დღეს TV პირველში მიმიწვიეს, აი თანამშრომლობენ ხაზარაძე და ივანიშვილი. თავიდან ხო თანამშრომლობდნენ რიად. მე მიმიწვიეს TV პირველში. სხვა საკითხზე იმაზე რა ქვია. რო თანამშრომლობდეს როგორ დაიჭერა. ყველაფერზე აბა როგორ მე დიდმა მეგობრობამ ასეთმა ბრჭყალებში იცის მე დიდი მტრობა. ეს ცხოვრებაშიც ეგრეა ზოგჯერ სამწუხაროდ არა თუ დიდ ოლიგარქიაში და იმაში. და იქ TV პირველს გააშვებინეს ეს TikTok-ზე დადეს და TV პირველს გააშვებინეს და
აღარ მინდა გვარი დავასახელო, კარგი პიროვნება ის გოგონა, ვისაც ეს გააკეთებიეს. და ისეთი ბავშვური თვალებით მიყურებდა და ხომ არ გეწყინა ბატონო ჩალობოლო. არა მე უთხარ ისეთი გახარებულო. ჩვენ გარყო არ გეწყინათ რა. ბატონო თქვენ თავშესაფარს ითხოვდით ევროპაში სააკაშვილი რო გიჭერდათ. იყო ესეთი ამბავი? ხავიერ სალანა იყო ჩამოსული ევროკავშირის კი არ მიჭერდა 25 წელი გამომიცხადა პატიმრობა და გვარავია რო გამოგიცხადა. ხო, გვარავია. ქვეყნის ხალხს გაბრალეთ. არა, რუსეთთან კავშირს იცით გაბრალეთ. მაგას რა მოყვა გამომცხადებას? დაურეკეს და არა, გულზე უზარმაზარ ოპერაცია მეტრიანეჭრელობა. ამიტომ გულმა ვერ გაუძლო ახლა სამშობლოს ღალატი და ღალატის გაგონებას, ხო და 25 წელიც არ იყო სასიამოვნო. ჩვენ ვკითხეთ ეგ გვარამეს, სხვა შორის ეგ რამ გათქმევინეთ თქო ასე უთხარი პირდაპირ და ნუ და არ თქვა გვარამემ რომ ბიძინა ურეკავდა და ითხოვდა ჩემ დაჭერას, ეგ არ თქვა? ეგ არ უთქვა. არც ვანომერაბიშვილი არ ყოლია თქა და არც ვანომერაბიშვილს დააბრალა ყველაფერი. ყველაფერს ვანოს აბრალებდა. მაგრამ აი ბიძინას ინტერვიუებში იმდენი ჭკუაც არა აქ არის რა უნდა თქვას, პირდაპირ განაცხადა ბიძინამ, მე ურეკავდიო ვანომერაბიშვილს და ვეკითხებოდი რატომ არ დაიჭერთ ნათელაშვილს. ეს თქვა პირადად ბიძინა ივანიშვილი. მის სურვილი იყო რომ პოლიტიკურ სპექტრს გაენადგურებინა ერთმანეთი, მოსუფთავებულიყო ადგილი მის შემოსასვლელად, ზუსტად ასე მოხდა, ხელისუფლებამ გაანადგურა პოლიტიკური პარტიული სისტემა, სააკაშვილი ისე დაიბნა ამდენი ფულები და იფიქრა რომ ეს მართლა დიდი ქველმოქმედია და არიქა არაფერი პოლიტიკური ამბიციები არასოდეს არ იქნება, რომ მოადუნა სიფხიზლე და აი ახლა ფაშინიანმა გაითვალისწინა ეს გამოცდილება, სტაცა ხელი იმ კარაპეტიანს, რომელიც იყო სომეხი ივანიშვილი, გაგზავნილი კრემლიდან მილიარდერი, რათა ემართა სომხეთის პოლიტიკური სპექტრი თავისუფლაზე, შეაგდო ციხეში და უკან მიაყოლა ეპისკოპოსიც. აი საქართველოშიც ეს რო გაკეთებულიყო თავის დროზე, ჯიბზე კი არ დაესვათ ეს გაბერილი მეუფეები, მითო მეუფეები. ეს საშინელება, ამას რას ხედავ შემთვალები, საბერძნეთში ვერ გახდები ღვთისმსახური, თუ არა გაქვს დამთავრებული სასულიერო აკადემია და ვერ გახდები ეპისკოპოსი, თუ არა ხარ დოქტორი თეოლოგიაში, ყველა კრიმინალი, ყველა ღვთისპირიდან გადავარდნილი, ყველა გაუბედურებული ბანდიტი მისულია ეკლესიაში, უკავიათ სინოდის თანამდებობები, ეწევიან ბიზნესს, ეწევიან მამუნას მსახურობას, ნარკოვაჭრობასაც, მათ შორის. მე გავიზარდე ნახალოკაში. ეგეთი გარჩევა არ მინახავს. სამწუხარო. ბატონო, რას გაბრალებდა? ვიღაცის ლაპარაკი ამოგიგდეს და ფაბრიკაცია გაგიკეთეს? ეგ ის იყო, რა ქვია. რუსეთსაც მუშაობდა მაშინ. იქ იყო ერთი ძალიან კარგი გვარი, აღარ მახსოვს. პეტელი კაცი იყო, დიპლომატი რუსი, რა თქმა უნდა, და დამირეკა და ბატონო შალო, მე მივთავდებო, ვადაო და მივდივარო. ეგენი დადიოდნენ ჩვენთან, მთავრობაშიც დადიოდნენ, სააკაშვილიც. ყველგან ახლა დიპლომატი იმისა რომ დადიან, ხო? ეხლა ეს დიპლომატი, რა თქმა უნდა, დაზვერვის მუშაკია თავისი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ინფორმაციას სწორად დააგზავნეს. ჩვენც ვიცით იქ რა გავატანოთ, ვინც იცის პოლიტიკა და რა არ გავატანოთ. ეს შესანიშნავად ყოველ შემთხვევაში მე არ მეშლებოდა ეგ დიპლომატურ აკადემიად დამთავრებული საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრომიკოს მინისტრობის დროს და საბჭოთა ელიტას ვიცნობდა ესე ნატი შენობით და როდესაც გარდაიცვალა უკვე ავად იყო ჩერნენკო 85 წლის სამთარია და გრომიკოს სიძემ რომელიც იყო საბჭოთა ლიდერი ფაქტიურად ცნობილი სტალინის ნარკომის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკაში ელჩი პირველი საბჭოთა კავშირის გაეროს შემქმნელი ერთ-ერთია, ძალიან ისტორიული ფიგურა. მისი სიძე ქალიშვილის ქმარი, მილიას ქმარი იყო ალექსანდრ სერგეევიჩ პირადოვი, თბილისელი, დედით ქართველი, ჯაფარიძე. და მეგობრობდი ძალიან. ჩემი მეცხრე ხელმძღვანელი იყო დებ აკადემიაში და თებერვლის თვია და გავრცელდა ხმები, რომ ჩერნიკო ავად არის ძალიან. ხო და ამ ისტორიასაც პირველად ყვები, გინდათ მოყვე. აუცილებლად. და მალე გარდაიცვლება. ხო და ვკითხე იქ ვისხედით რესტორან მოსკოვში ეს ისეთი დონე ბერიას გახსნილი რესტორანი იყო მაგარი დონე და იმასაც ენატრებოდა ეს ქართული პურმალელი ხო როგორ არის მეთქი კონსტანტინ უსტინოვიჩის ჩერნენკოს ჯანმრთელობა და ნუ ალბათ ხვდებითო რომ მალე იქნებაო ფინალიო რა ხო და მე ვთხარი რა შვება ანდრე ანდრევიჩი გრომიკოზე იყო საუბარი ის უნდა გამختارიყო საბჭოთა ლიდერი ემზადება მეთქი ტახტისთვის არა თვითონ ამას არ მოინდომებსო იმიტომ რომ ანევრიზმა აქვს მუცლის ღრუში ანევრიზმა ქონდა მას და ოპერაციას არ იკეთებდა და ამით მოკვდა მე სხვადასხვა სტვლისო რომ ამისთვის ის არის მაგრამ აკადემიური წრეები აწვევიანო რომ გორბაჩოვი იყოსო გენერალური მდივანიო და ცდილობენ რომ დაიყოლიონ აი ინსტინქტურად უპასუხე არც დავფიქრებული ვარ არც გორბაჩოვს ვიცნობდი ისე ახლოს არც პირადად იმიტომ უმეტეს მე ვთქვი იქ დაშლის საბჭოთა კავშირის მეთქი მაგათ თუ აიქჩევენ დამთავრდა ეგ საუბარი დავიშალეთ 4 წლის შემდეგ
როცა უკვე საბჭოთა კავშირმა დაიწყო რღვევა. ეგრე თქვენ დაგიშლიათ საბჭოთა კავშირში. მე არა, იმავე საერთია გორმოჩვენა. თქვენი გასვლა. არ გაითვალისწინეს იმათაც ჩემი გაფრთხილება. 4 წელი გავიდა საბჭოთა კავშირი უკვე იშლება, ეს 9 აპრილის მომხდარია, ტრაგედია. და ჩამოვიდა ალექსანდრე სერგეევიჩი თბილისში. ხარჩო მომენატრაოდა, სადმე გამიყვანა რომ ხარჩოზე. ნუ ქართველი დედის გაზდილი იყო და ეხლა ეს. და წავედით იქ მეგრელების რესტორანი იყო იმ სოროლაკში, ხარჩოზე და უცბად მეკითხება მაგიდაზე. შენ რა იცოდი რომ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირში? სად იყო deep state-ი? შალვა რატევაშვილმა რომ იცოდა ყველაფერი. თოლიკე სანამ დაემშვიდობები ძალიან ხوار გადავარდით ისტორიაში. ჩვენს მაყურებლებს მე მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ მიიღეს კანონები სასამართლოში, სადაც ჭირს უკვე ყველაფერი საერთოდ და მიმდინარეობს აქციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომ ჩვენი რეჟიმის ტყვეების მშობლებს დაეთმოს ეთერები და პირდაპირ ტრანსლაცია იყოს სასამართლოების და ვაჩვენოთ რეჟიმის, ესე ვთქვათ, სამარცხვინო სასამართლოს სახე და ამიტომ ცდილობს, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივ მაუწყებელი არაჩვენოს ეს ყველაფერი, მოუწოდებ, რომ გახსნან ეთერები, ჩართონ პირდაპირ ეთერები, თორემ მიიღებენ დიდ ცეცხლებს. მაგაზე ვიზია და არა საზოგადოებრივი მაგაზე ვიდეო მქონდა ჩაწერილი ძალიან გავრცელდა მე ხო გახსოვს როცა მოვიდა ივანიშვილის ხელისუფლება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს აუცილებლად. ხო როცა მოვიდნენ კოცები სათავეში პირველი რაც თქვეს რომ ესო რა კანონი მიიღო მიშამო როგორ აკრძალაო შიგნით გადაღებაო აი ჩვენო დემოკრატიულები ვართო და აგერ ყველა შეუძლია გადაღებაო და ახლა რა საკეთებენ ყველაფერი დააბრუნეს თორემ იმ ბევრად ამერიკაში აკრძალულია გადაღება ამით ასებუთებენ და ამერიკაში რომ ხელფასი და პენსია $5,000-დან იწყება ეს არ ახსოვს და სასამართლო თავისუფალია სასამართლო თავისუფალია და ტრამპის ბრძანებებს აუქმებს ყოველ დღე სასამართლოები ამერიკის ეგ აღარ ახსოვს ბოლოს რითი მინდა ის დავუსწრო რანაირია ეს ცხოვრება რა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რო ჩავაბარე მაშინ ვიყავი რა 17 წლის და ოცნებობდი რომ როდისმე მექნებოდა საკუთარი გადაცემა და ალბათ ვერ წარმოვიდგენდი რომ აგერ პოლიტიკოსები და მათ შორის ჩალვა რათელაშვილი წარმომედგინა ერთ-ერთ ყველა სასურველ რესპონდენტად იუმორიდან გამომდინარე და ასე შემდეგ წარმომედგინა თან პოლიტიკაში გათვისნობიერებულობიდან გამომდინარე შეკიდე იძახი რომ ბიძინა ივანიშვილი ოცნებებს არ ასრულებსო რა ამ შემთხვევაში მისი ოცნება ახლა როდის ასრულდა ეს ოცნება რომ საერთოდ არ ძმახარებს და საერთოდ არ მინდოდა ახლა მაშინ მოხდა ეს ყველაფერი როცა უკვე სამაგერო დიდი საქმე გაქვს დაწყებული და უფრო დიდი სტუდიები გელოდებათ წინ და ძალიან დიდი ასპარეზი და ძალიან თავისუფალი საქართველო და ძალიან ძლიერი ქვეყანა. თქვენი თაობა ამას სრულიად მოესწრება და სრულიად მოდი შევთანხმდეთ კონცეფტს რო გავუშვებთ კიდევ მოგიწევთ სტუმრად და მე შევაფასოთ კიდევ დაშვებამდეც მოურო ხელი წავაშოროთ გაშვა. აუცილებლად წარმატებები და ძალიან დიდი წინსვლა და მადლობა რასაც აკეთებთ ამ ყველაფრისათვის. მომავალ შეხვედრაზე გამოვყევით